აი, მოგეთ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ზეპრი გადავიდეთ იქიდან. როლანი ადგილზე ვართ. ეს მოკლედ ვიმჟევით მაგას რომ შევესწრებთ მოკლედ ამ მაქსიმალურ ამ მიდგომაზე, რომელიც სპეციალისტები ორიენტირებული პოლიტიკა. შევეცადეთ ბევრი სლაიდი თავად დამეთვრთეთ, მაგრამ რაღაცა ისე Kuram kitxebi იქნება ხოლმე. ჯობია რომ მაშინვე დამისვათ. Komplet ეს მისიაზე ორიენტირებული პოლიტიკის იდეა არის, რომ არჩევენ დიდ გამოწვევას. დიდი გამოწვევა იგულისხმება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ურთიერთდაკავშირებული პრობლემა, რომელიც აქვს საზოგადოებას. ამით იწყება, ასე ვთქვათ, ყველაფერი, რაზეც საუბარია ხოლმე მის ორიენტირებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს იყოს ერთი მისია, ანუ ერთი გამოწვევა უბრალოდ, რომელიც ფარავს ბევრ სხვადასხვა სექტორს. და რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მოიცავდეს. თვითონ იდეა აღებული არის, მოკლედ გავყრები ამ იმას და მე იდეა საერთოდ წამოვიდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ თვითონ ესეთ მისიაზე ორიენტირებული ეს პრობლემა თუ გარდაიქმნა რეალურად მისია და ეს მე გვაძლევს საშუალებას, რომ ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ინოვაციების განვითარებას სხვადასხვა სექტორში. თან ამ ყველაფერში იყო შეერთული ბევრი სხვადასხვა სექტორი, იმიტომ რომ რეალურად ამ რთულ მისიას ვერ პასუხობს ერთ-ერთი სექტორი დამოუკიდებლად. რაც რომ ძლიერი იყოს მთავრობა, საჭირო არის, რაც რომ დიდარი იყოს მთავრობა და რაც რომ წარმატებულები იყოს საკმარისი არ არის ხოლმე და ამის თქვათ მაგალითად მოყავდეთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის მთვარეზე გაფრენის პროექტი, რომელიც ამერიკამ განახორციელა და რომელიც თავის-თავში იყო და ბევრი სხვადასხვა ერთმანეთთან დამოკიდებული სექტორების ჩართულობას, იმიტომ რომ ადამიანები აღმოჩნდნენ მთვარეზე, გარდა სუფთა აერონავტიკული ამოცანებისა, იდგა ელექტრონიკა, იდგა ტექნოლოგიები, იდგა მათ შორის ჯანდაცვა და კვების სექტორი. და განსხვავებით საბჭოთა მიდგომისგან, სადაც ყველაფერი საბჭოთა შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფო კომპანიების ქვეშ ხორციელდებოდა, ამერიკის შემთხვევაში იქაც კი სამხედრო სამრეწველო ინდუსტრიაშიც კი, მათ შორის კოსმონავტიკაშიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი. და ამან გამოიწვია, ამას შევეხებთ კიდევაც ერთვისება სეზონური პოლიტიკის გამოიწვია ის, რომ გაჩნდა დამხმარე, ეს გადაიღვარა, ასე ვთქვათ, სხვა სექტორებშიც და გააჩნდა მთელი კლასტერები ინოვაციების. სილიკონის ველი სწორედ შედეგი არის აი ამ პოლიტიკის, რომელიც უკავშირდება გარყა არის თავდაცვის სამინისტროს ქვეშ არსებული კვლევითი ცენტრი, რომელმაც შექმნა ინტერნეტიც, GPS-იც და უამრავი რაღაცაზე დღეს ვიყენებთ. იმ კვლევების სწორედ შედეგად ანუ სახელმწიფო გამოდიოდა როგორც დამკვეთი და გამოდიოდა იმ მოძრაობად ის განსაზღვრა მიმართულებას, ეს სწორედ ამაზე ლაპარაკი, რომ ეს არ არის მარტო უბრალოდ თანხების ხარჯვა, ბევრი თანხის დახარჯვა, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ხელი შეუქმნას, შექმნას ეკოსისტემა და შექმნას მიმართულება, ტრაექტორია განვითარების. სტანდარტულად არის ხოლმე, რომ ეს თანაბარი პირობები შექმნა და ბაზრის ფიქსაციით შემოიფარგლება, ასე ვთქვათ, ინდუსტრიული პოლიტიკები, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ განსხვავება ის არის, რომ ის ტრაექტორიასაც ხმა როგორ ისმის ონლაინ ისმის კარგად ხმა. ისმის კი ის მნიშვნელოვანი გარდა იმისა, რომ ისინი პასუხობდნენ გამოწვევას, არის სწორედ იმაზე, რომ ის ბაზრის ვთქვათ ფორმირებასაც და გარემოს ფორმირებასაც უწყობს ხელს. მოკლედ ამას ფოტო кейსებზე ვთქვი, რომ ყველაზე ცნობილი არის მოკლედ ეს მთვარეზე, ასევე აპოლოსთან მანჰეტენის პროექტიც გარკვეულად განისაზღვრება, რომ არის ასე ვთქვათ
წინა ასე ვთქვათ პრე-მისიაზე ორიენტებული პოლიტიკა, თუმცა ახლა ნახავთ რა განსხვავებებიც იქნება. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად აღჩანს ასე ვთქვათ სხვაობები. ამ ტრადიციულად ეს იყო ხომ მე რო გავიარდო შევატაროთ. ამ ტრადიციული პოლიტიკები არ მიმართული იმაზე, რომ არის შედეგების გავრცელება, ამაზე მაინც ან არ არის ახალისებული, ან სულაც რეკომენდირებულია, რომ სხვა სექტორებში არ გადავიდეს, მაგალითად, იმიტომ რომ შეიძლება იყოს საიდუმლო ტექნოლოგია, როდესაც მისიაზე ორიენტირებული პოლიტიკის მიზანი, ერთ-ერთი მიზანი არის შედეგების გავრცელება, გადაღვრა მოხდეს სხვა სექტორებში და ეს არათუ ასე ვთქვათ ყურადღების მიღმა დარჩენილი, არამედ ახალისებულიც არის, რომ შექმნას ასე ვთქვათ დამატებითი ეფექტი. პირველ შემოქმედებში, პოლიტიკების ძველ მოდელებში, უფრო მეტად ტექნოლოგიურ მიღწევებზეა ორიენტირებული და ეკონომიკური მდგრადობა არ არის გათვალისწინებული. მისიაზე ორიენტებულ პოლიტიკებში მნიშვნელოვანი არის, რომ პასუხოს არა მარტო საზოგადოებრივ გამოწვევას, არამედ იყოს ეკონომიკურად ფიზიკურიც იყოს, ასე ვთქვათ, რეალიზებადაც იყოს, ტექნიკურადაც და ასთავარი ეკონომიკურად მდგრად. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? სოციალური გამოწვევები არ მთავრდება, ის არ აღმოიფხვრება. პორტერს აქვს მე თეთრი შეგიძლიათ ნახოთ ძალიან საინტერესო ანალიზი აქვს, რატომ არის ბიზნესი უფრო მდგრადად აგვარებს სოციალურ პრობლემას, ვიდრე NGO სექტორიც კი. იმიტომ რომ მაგალითად თუ ჩვენ NGO-ს შემთხვევაში NGO მიდგომით ვეხმარებით თქვათ 100 ადამიანს და ამაზე ვრჩება 100 პური, პირობითად 200 ლარი, სამ დაახლოებით ეს დღეს მეგონი პური. თუ ჩვენ გავდით მასშტაბს, კიდევ უფრო მეტი ხარჯები იზრდება. როდესაც თუ თქვენ პოულობთ სწორ ბიზნეს მოდელს, სადაც ეს ხარჯებს კი არ ზრდის, არამედ მასშტაბის ეფექტით ეკონომიაზე გადიხარ, მაშინ უფრო მეტი კიდევ უფრო მდგრადი არის ეს სისტემა. ეს ყოველთვის მოსწევადი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ამოცანა არის, რომ ჩადებული არის, რომ მისიაზე ორიენტირებული პოლიტიკა ამას უნდა უყურებს და ამას ითვალისწინებს, რომ მდგრადი იყოს ის ინსტრუმენტები, რომლებიც დაინერგება თავისი თვით განვითარების უნარი ჰქონდეს და მათ შორის ეკონომიკური მდგრადობა. ძველ მოდელში მესამე არის ტექნოლოგიური განვითარების მიზნები და მიმართულება წინასწარი განსაზღვრული ექსპერტების მიერ ლიმიტირებულია ეს სკოპი, ხოლო აი მისიაზე ორიენტირებულ შემთხვევაში თვითონ აი ამ ცვლილებაზე გავლენას ახდენს ჩართული მხარეების დიდი სპექტრი. მთავრობის გვერდით შეიძლება მოსკოვის კომპანიები, ასევე მომხმარებლები. ეს გარკვეულად იძლევა საშუალებას უგების გამოყენებით დააკორექტირო და შექმნა ისე მდგრადი სისტემა და მეორე მხრივ ეს ინვესტიციები არ იყოს მიმართული ვიწრო ინდუსტრიული ინტერესების მიმართ, იმიტომ რომ ნებრივ როცა პატარა ჯგუფია, ერთის მხრივ შეიძლება იყოს უბრალოდ ფინანსური мотиваცია, რომ თავის ტექნოლოგიები განავითაროს რაღაცა კლასტერმა და მეორე მხრივ შეიძლება უბრალოდ იყოს სულაც არ უნდა რაღაც ცუდი, მაგრამ კონდეს თავის ასე ვთქვათ, ბაიას მიმართული იყოს თავის ასე ვთქვათ წარმოდგენებში. და აი ბევრი მხარის ჩართულობა და მათთან ერთად გამოწვევების და მე მისიის იდენტიფიცირება, ამიტომაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მართვის მხრივაც სხვაობა ის არის, რომ ცენტრალიზებული კონტროლი რაღაც კონკრეტულ სააგენტოს ქვეშ აგრებში ხორციელდებოდა ძველ ინდუსტრიულ პოლიტიკებში, ხოლო აქ არის უკვე დეცენტრალიზებული კონტროლი, სადაც ბევრი აქტორია ჩართული, შესაბამისად ანგარიშვალდებულებასაც ზრდის და პლუს აი ამ კორექტირების საშუალებასაც იძლევა. თუ ძველ შემთხვევაში არის შეზღუდული მონაწილეობა კომპანიების და ეს პრობლემა ვერც დარბამ თავის დროზე ვერ გადაჭრა, თუმცა ეხლა გადაიჭრა ეს პრობლემა, როგორც თქვით, დარბა არის თავდაცვითი ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის ბიუჯეტი აღემატება რუსეთის თავდაცვითი ბიუჯეტის ბიუჯეტს. მასშტაბით აღგვიგინოთ და ნუ რა ვიცი 30 წლის წინ მუშაობდნენ რაც ახლა დღეს უკვე ყოველდღიურ მაგალითად ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სინქრონში თარგმნის და ნუ ეს სიტყვებოდა ძალიან დიდ მიღწევად, იმიტომ რომ ეს ავღანელს რო ლაპარაკება, ისინი ერთად ლაპარაკობენ აგებიდან და ძალიან ლიმიტირებული. მოკლედ თავისი მოდელით ძალიან საინტერესო მე ის თვითცვლილება მოხდა ენერგეტიკაში და ბევრ სხვა მიმართულებით
ეხლა უბრალოდ ამაზე არ შევჩერდებით ჯერჯერობით ჩვენ მოგვიწევს მოკლედ ამაზეც ფიქრი ამ სტრატეგიის ფარგლებში, მაგრამ ამ წუთში უბრალოდ განზოგადი არის ზოგადად შევეშლი. მონაწილეობა ძველ მოდელში მონაწილეობა შეზღუდულია მოკლედ კონკრეტული ამ ჯგუფებით, ხო, ეს თქვი და აქ უკეთ არის რომ აქცენტია ამაზე რომ შეიძლება ბევრი იყოს ჩართული, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში ზდის თანამომწირეობას. ხა ამის დამწერება არიცოდი კენა. მორთების მიღმა დარჩათ რომ საბჭოთა კავშირში საერთოდ მცირე კი არა, უბრალოდ სახელმწიფო სააგენტოები და თუ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო კომპანიები და საბოლოო ჯამში რომ გავაანალიზოს საბჭოთა კავშირში დაუხება, რეალურად დაუყვა არც ავანტის ზონა. ეგეთ დღეს მოინერვდა არც რეიგანმა და არც არაფერი იმან დაუყვა, რომ უბრალოდ უზარმაზრებს როს ხარჯავდნენ თავდაცვის სექტორში, რომელიც არაფერს არ იცოდა, ანუ ქვეყანა პირველი გაფრინდა კოსმოსში და უთოს ტელევიზორი ის საოცნება იყო ის ბოლო სურათი რომ ნიქსონისა და ხრუშჩოვის დავა ამაზე იყო ნიქსონმა წავინა და იმან მერე აგინდა და დეპუტატობა. მაგაზე იყო ანუ ქვეყანა რომელსაც უზარმაზარი ტექნოლოგიური მიღწევები ჰქონდა საბჭოთა კავშირს ვერაფრით ვერ აწარმოებდა არ გადაიღარა სამხალხო სექტორში. და სწორედაც ეს არის ის რომ სოციალურ ამ გამოსწრებით არის თუნდაც რომ ისეთი მოდელები შეიქმნა სადაც ეს გადაიღურება და შექმნის ეკონომიკურ დოლარს საზოგადო სიკეთე შექმნის საზოგადოების და დარპას და სილიკონის ველზე ძალიან მოკლედ მაინც ვიტყვი ივახსენე მაგრამ ანუ რეალურად დარპა უკეთავდა დიდ კომპანიებს ეს დიდ კომპანიები თავისუფლად უკეთავდა პატარა კომპანიებს რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ძალიან საწყის ინდუსტრია საწყის მდგომარეობაში ტექნოლოგიური ინდუსტრიებიდან იყვნენ და ამიტომ სარისკო იყო ისინი თავისუფლად ამ დაკვეთილებს აზიარებდნენ უნივერსიტეტებში. და სწორედ ამიტომაც არის რომ კალიფორნიის მიმართულებით უნივერსიტეტები არის ამ მიმართულებით განვითარებული და მიიღოთ საკმაოდ რამდენი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი არსებობს აღმოსავლეთ სანაპიროზე მაინც იწავდით რომ იქ ხდებოდა ასე ვთქვათ ამ დაკვეთილების გადაზიარება, შესაბამისად ძიებები, ექსპერიმენტები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის ექსპერიმენტები იყოს. შემდეგი განსხვავება არის რომ თუ ძველი პოლიტიკები მიმართულები იყვნენ უფრო ვიწროდ და შესაბამისად არ იყო სინქრონიზირებული, არ ითხოვდა სინქრონიზაცია სხვა პოლიტიკებთან და სხვა პროგრამებთან, აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არის ის, რომ იყოს მაქსიმალური სინქრონიზაცია და მიზნების თანხმოთრა, ანუ გარკვეულად დიდი სურათი შეიქმნას, რესურსები რაც ამ ბევრი კონდეთ თქვენ ლიმიტირებული და ეს პოლიტიკა ეს მიდგომა აქვს რომ ძალიან მნიშვნელოვანია წერტილოვანი დარტყმა, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი თუ არასწორ წერტილში უტყავთ, არასწორ დათვალ მომავალი შინაცდები და ამიტომაც არის ასე ვთქვით რომ ამ გამოწვევისა და მასზე საპასუხო მისიაში მნიშვნელოვანია ბევრი აქტორის ჩართულობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ შეგვიშალოს. ამი კითხვა ხო არ არის ამასთან დაკავშირებით. მე უბრალოდ ვცდილობდი რომ კონცენტრირებული იყოს და შეიძლება ეკონომიკურ მეთოდებზე საუბრობთ, ეკონომიკური კრედობა კონკრეტულად რაიხურისხმობა და რამდენად არის დაკავშირებული წარმოების გაზეთასთან და მწერების გაზეთასთან და კოსმოსის საფრთხეს რამდენად მაგის მაგალითები ქოთეთ შევეცდებით, მაგალითად წვანე ტრანზიტზე, წვანე ეკონომიკაზე გადასვლა და თქვა წვანე ტექნოლოგიების განვითარება. თქვა ეს შიგაცვის ძრავიანი მანქანების ჩანაცვლება ელექტრომობილებით. ხა ეს თავის დროზე იყო საკმარისად ძვირი ტექნოლოგია და ეს როგორც გენერაცია, წვანე გენერაცია. შესაბამისად იქ რაიმე პერსპექტივა რომ ბიზნეს დამოუკიდებლობის დაიწყო, უბრალოდ აზრიარქი, იმიტომ რომ დაიწყო მაგრამ გაკოტრებოდა. ამიტომ არამდგრადი და გაჩნდა პოლიტიკები, მაგალითად რომელიც ხელს უწყობდა არა მარტო ორ ინდუსტრიულ პოლიტიკებში არის ხოლმე ორმაგი ინსტრუმენტი, ორი ტიპის ინსტრუმენტია. ერთი წაახალისს მაგალითად კვლევები და აიაფო პროდუქტის ასე ვთქვათ მიღება და ისწორედ დარპა, ERPA, ენერგეტიკაში ისინი დებენ ფუნდამენტურ კვლევებში, რომელსაც ვერც ერთი ვერანაირი ბიზნესი ვერ ჩადებს, ვერანაირი უნივერსიტეტი ვერ ჩადებს. იგივე თქვა ნაციონალური კვლევების
უნივერსიტეტებს აფინანსებს, არის ამას ფუნდამენტური კვლევები. აი ეს ფუნდამენტური კვლევები ქმნიან ბაზისებს, რომელსაც მე ტრანსფერირდება კონკრეტულ განწყობებში. მაგალითად, iPhone-ის სადღაც 80% არის სწორედ სახელმწიფო დაკვეთით შექმნილი ტექნოლოგიები. უბრალოდ მე ეხმა ეს აიღო და შექმნა ქვეაქცია ბიზნეს პროდუქტად და ამან მე შექმნა საზოგადოების სიკეთე. ამაზე ლაპარაკი, მაგალითად ეს ერთი სკოლარი შეიძლება იყოს პროდუქტის განვითარებაზე დახმარება, კვლევების გზით, ან მეორე ინსტრუმენტი, მეორე ტიპის ინსტრუმენტი არის, როდესაც ეხმარებიან მაგალითად მყიდველებს, ანუ გაიზარდოს მოთხოვნა ასეთ პროდუქტს. მაგალითად შეიძლება იყოს სუბსიდირება შემდეგ ეს ფორმით, რომ თქვენ თუ ყიდულობთ თქვათ ელექტრომობილს, გარკვეულ პროცენტს იხდის სახელმწიფო. შემოდის შენ. ოღონდ თქვენ ამას სადიყით, რომელი კომპანიისგან ამას თქვენ წვითავთ და ეს შესაბამისად ასტიმულებს ჩვენთან ეგრე აქვს, ამბაჟება არ უწევს ელექტრომობილს, მაგრამ შეგაწუხრება უნდა განახმაროს. და სავარაუდოდ შეიძლება ესეც იყოს. მაგით ახალი ხო მეორე ჩვენ შემთხვევაში არის ეს, რომ მაგალითად თუ რაღაც წლის ზემოთ არის შემოყვანილი მანქანა, საერთოდ შეიძლება არ დაჭირდეს გამბაჟება, ან ტექნოლოგიელება უწევს მაგალითად იშვიათად. ჩემ მანქანას რომელიც 2013 წელსა, ყოველთვის მაგალითად რაიალის თავად შემოგვისა, რაღაც 3 წელიწადში ერთი. ჩემი ძალიან მაგრამ დადეს შემიძლია არის ინცეს ასწროს. ან ეკოლოგიური წარ მანძილებს არავაზე. იშვიათად ამ. აი ეს არის ორი ინსტრუმენტები, ანუ სახელმწიფოს აქვს ამდაგვარი ინსტრუმენტები, თუმცა აქ არის ლაპარაკი, რომ კიდევ თვალთვისებები. რა არის ძირითადად თვისებები რა, უნდა იყოს მოკლედ ძალიან მისია რა აღწევ. და შეიძლება დაწყვეტი მეხანი კითხვა ის კონდა. ავტორო რაღაც საფრთხეებს ისო ხო? აი მე ძირითადად იქიდან გამომდივარ, რომ მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ შემიძლია ქალაქის პოზიციიდან რა ჩვენთვის მიწოდებია წარმოების არანორმალური და აი მიწოდება როგორც წესი მოთხოვნას დიახონა ხელოვნურად კომპანიები, იმიტომ რომ გაკიდები გაზარდო. ეს არის ჩვეულებრივი უნივერსიტეტები და ეკონომიკები და ისინი რაც ახსენებთ ეკონომიკის გრადობა და ეს მე უბრალოდ დავსვენ შეკითხვა რომ ხომ არ არის საფრთხე და რამდენად არის კავშირში მაგასთან რომ იმისთვის რომ ეს ეკონომიკური გრადობა შევინარჩუნო თქვათ ვერ გავაკონტროლო აი ეს სიტუაცია და გაიზარდოს გაზარდონ მოთხოვნა გაიზარდოს მიწოდება და სად შეიძლება რომ გაჩვენოს რა ისევ თუ ამოდგმობ მისეზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე თუ ლაპარაკობთ სტეიკჰოლდერებია ჩართული, შესაბამისად თუ საზოგადოებას ეს პრობლემა აწუხებს. მაგალითად მეორადი ნარჩენები. ტექნოლოგიური ნარჩენები არის პრობლემა. შესაბამისად შეიძლება იყოს პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც უბიძგებს რომ ეს ნარჩენები ნაკლები დარჩეს. ეს შესაბამისად უფრო დიდი მოხმარება გქონდეს. ეს არის სწორედ ანუ ყოველთვის არის ბევრი სხვადასხვა კუთხე აქვს და მისეზე ორიენტირებული პოლიტიკის იდეა ის არის რომ ბევრი ჩართული მხარე აკორექტირებს ყველა თავის კეთილად შეიძლება და პოულობენ მომენტისათვის თუ კი არა და რაღაც გრძელვადიან მომენტიდან გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ რაღაცა წერტილს მიზანს მისიას რომელიც ოპტიმალურია იმიტომ რომ სულად ვერც ერთი მიზანი ვერ იქნება მიღწეული შეიძლება ვთქვათ თუ ჩვენ შევამცირებთ ძალიან წარმოება საბოლოო ჯამში ამაშობენ უფრო მეტი ნარჩენი გააჩენეს და მეტი ეკოლოგიური დისბალანსი ვიდრე წარმოება იმიტომ რომ შევადაროთ ქვეყნები რომლებიც მაღალგანვითარებული ინდუსტრიები არიან ისინი უფრო ადრე გადავიდნენ ეკოლოგიურ და უფრო მეტად გაჩნდა ეკოლოგიური სტანდარტები ვიდრე ქვეყნებში სადაც ეს ინდუსტრიები ნაკლებად განვითარებული და მეტიც მე მოხდა ის რომ ეს გადადგმება წავიდა იქ მესამე სამყაროში სადაც ამაზე მოთხოვნა არ არის და ამიტომ ისევ გაჩნდა უკვე ახალი ტრენდი რომელიც 20 წელი მაინც არის სადაც ლაპარაკია ასრულებლებიან ღირებულებათა ჯაჭვზე სადაც ლაპარაკია რომ ბავშვი ანუ შენ შეიძლება კალიფორნიაში დიზაინს როაკეთებ იქ ამ ჩიპს მოსაკეთებ
იქ ბავშვები არ ყავს შემთხვევით და ტრანსპოლოგიური გარემოში ხარ, მაგრამ თუ მის წარმოების რაღაცა ჯაჭვის რაღაცა გოლში ბავშვებს აქვს ეკოლოგიური საბოლოო ჯამში ეს ასე ვთქვათ აბინძურებს თელ ჯამში და სწორედ ეკონომიკური კომპანიების რეპუტაციული ზიანი თავზარდებს იწვევენ რომ ასე ვთქვათ ამას არ გეთავაზობ. ასე თავისი ეკონომიკური მოტივებიც აქვს ხელშეშორის, მაგრამ ნუ ეს კიდე ეს არის. ანუ ეს არის ისევ და ისევ ამ მდგომიდან გამომდინარე ბალანსდება სწორედ იქ რომ ბევრი ჩართული მხარე უნდა იყოს თანამონაწილე აი ამ მისიის. ანუ თვითონ ეს პოლიტიკის განსაზღვრებიდან რამდენიმე სხვადასხვა დოკუმენტი სხვადასხვაებია, მაგრამ თავი რომ მოუყაროთ არის რომ პირველ რიგში არის რომ ძალიან მაინსპირირებელი თამამი და აცხოვარი ფართო საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხი. ეს არის უნიშნულოვანესი, ანუ ეს უნდა იყოს საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალური. იგივე მთვარის მისია იყო ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ პირველი გაფუძნა ეს ფაქტობრივად ორი წყობა მაინც ორი საზოგადოება კონკურენციაში ამერიკელებმა დასავლეთმოყოლ დაინახეს რომ რუსებმა გამოსაბჭოებმა დააფრთხილა კოსმოსში რაკეტა, ჯერ თანამგზავრდა მე პილოტირებული რაკეტა კოსმოსში, რაიცომა ფაქტობრივად, მაგრამ მათ წარმოადგენს ყველაფერი კარგად იყო იქ დააფრთხილეს. ეს კარგად არის. შეთაშორის დარპას წინამორბედი გაჩნდა სწორედ საპასუხოდ რუსული სპუტნიკის შოქში ჩავარდა და რაღაც სიგნალს გამოსცემდა, წარმოდგენა არ თქვა ხდებოდა და ფოკუსირებულად მიზანმიმართულად შეიქმნა ეს სააგენტო. მე ისევად გაიყო შეიქმნა დარპა და NASA არის სწორედ აი ამ არპას ასე ვთქვათ მემკვიდრე და ინტერნეტით სწორედ არპამ გააკეთა რომ დარპანეთი არის. მოკლედ უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხი. ეხლა მაშინ ეს იყო ასე ვთქვათ იმიჯური, რომელიც არც თუ მეორე ხარისხოვანია ხოლმე საზოგადოებისთვის, თაგონებისთვის და წესრიგისთვის, იმიტომ რომ არაამბიციური საზოგადოებები განწერილდებიან გადაშენდნენ, იმიტომ რომ თუ მათ არ აქვთ ამბიცია კაცობრიობა გამამდიდრონ, მაშინ ისინი უბრალოდ არიან პარაზიტები, რომლებიც რაღაც ეტაპზე სამართლიან დაკრებდნენ. ამ მხრივაც შეიძლება ისეთი მისია იყოს, რომელიც შენ როლს გაჩვენებს, ავლენს თუ ამკვიდრებს კაცობრიობის წინაშე. ხო, უნდა იყოს ინოვაციურიო, რომელიც იძლევა საშუალებას. და ხო, აი ყოველდღიურ მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაზე აი საფესტივალო განსხვავებული არის პროექტი, რომელიც მათ შორის მოახერხებს, რომ ლექციად ყოველდღიურობა ჩამოიტანათ. აქ უკვე ჩდება ესეთი აქტუალური საკითხები, რომლებიც მოქალაქეებს ეხებათ, იმიტომ რომ მოქალაქეებისთვის დღეს აი კონსუმერი მოქალაქეებისთვის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მისიები თუ ეს პროექტები ის ყოველდღიურობაში აისახოს. განსხვავებით ტოტალიტარული საზოგადოებისთვის, რომელიც ბედნიერია, შეიძლება ტუალეტი გარეთ ქონდეს, მაგრამ ბედნიერი იყოს, რომ სხვა მისიაში ამ მხრივ დასავლურის რაღაცა მისიაზე ორიენტირებული პოლიტიკების სწორედ დასავლურ საზოგადოებებზეა, განვითარებულ ეკონომიკებზე, იქ სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყოველდღიურობას პასუხობთ. ისე როგორც რაც პატოვავს ეს მარტო განვითარებულ ეკონომიკებს არ ეხება, განვითარებულ პატებს ეხება, მათ შორის პრობლემა რომელიც განვითარების სააგენტოებს აქვს, ხოლმე დაეხმარონ მესამე სამყაროს არის ის, რომ ვერ მოიძებნა ინსტრუმენტი, როგორ მოხდეს მათი სიღრმიდან ამოყვანა და ისე რომ იქ აღარ მოვიდნენ დიქტატორები, ავტოკრატები, რომლებიც ამით მანიპულაციებს მოახდენენ და პოპულიზმით შექმნიან რაღაც მიკრო თუ მაკრო პირამიდებს. მეორე არის რომ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ის მიზანში აქაც იყოს მკაფიო ბიზნები ამ შემთხვევაში მიმართულებას გამოიყენება, იმიტომ რომ ეს საკენ დიდი ანახეთ, ანუ ეს მისიაზე ორიენტირებულია და არა ბიზნები არის ქვეერთეულები ამ მისიის ნახავთ სტრუქტურას. ამიტომ ეს განსაზღვროს ვექტორს სამი მიმართება და უნდა იყოს ასე ვთქვათ ძალიან მიზანმიმართული, გაზომვადი და დროში იმიტირებული ეს რაც ყველა პროექტის ახასიათებს, ხო? შესაბამისად უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, რაოდენობით გაზომვადი და ცხადი მიზნები და განსაზღვრული ვადებით. ხა
თვარეზე გაფრენის დამოუკიდეს ვიდეო მიყვარს ნიქსონის კენედის იმათოსაც ის სწორედ ერთის ხუს ლაპარაკობს აი დიდ ამბიციაზე და იმავდროულად ეს ყველაფერი დაყავს აკადემიამდე ეს დაყავს ბიზნესამდე თითოეულ მოქალაქეობამდე იქაც ძალიან კონკრეტული ვადები იყო რა დეკადის ბოლოს ჩვენ ვიყოთ ამერიკული დაჯდის თვარეზე რა ძალიან გაზომავდა ის როგორ ზომავთ ამერიკელი ჩდება თვარეზე როდის დეკადის ბოლოს აი როგორ აციშნვა არის უბრალოდ რა ბიუჯეტიც იყო სამით ცოტა განსხვავდება ბოლომდე მოკლედ რა ბიუჯეტი განსაზღვროს მაგრამ მიიღოს აწმენდები ამბიციური მაგრამ რეალისტური მოკლედ ხო როგორც თქვით გაზომავდია ინოვაციურია შესაბამისად შეიცავს რადგან ამბიციურია გაურკვევლობა ბევრია და ამ ტიპის პოლიტიკებში დიდები წერია რომ უგვეშინია გაურკვევლობის და სწორედ ბევრი ცვლადი არის, ბევრი გაურკვევლობა იქნება, ერთ შეხვედრით შეიძლება კურს არარეალისტურადაც კი მოხდეს, მაგრამ უნდა იყოს თეორიულად მაინც რეალისტური. ისე რომ თვალის მისცემს დაუბრუნდეთ, ეს თეორიულად რეალისტური. არის მე როგორ, მაგრამ თეორიაში წინაპირობები ყველაფერი იყო, რომ ეს განხორციელებული. თავის გუნებით არის ხან ყოველთვის multidомейნური, multidisciplinary ეს სექტორათა შორისი და ბევრი ფაქტორის მონაწილეობას გულისხმობს. სხვა სფეროდან დაიხლა ეს ახალი მისიები გულისხმობს, რომ რადგან თუ ეს არ არის მარტო ტექნოლოგიური, არამედ არის სოციალურ ტრანსფორმაციებსაც მოიცავს, შესაბამისად ახალისებულია, ასე ვთქვათ, მათ შორის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ჩართულობაც, რომ სოციალურ ტრანსფორმაციებში ხოლო ტექნოლოგიური მიდგომები საკმაოდ ეს არ არის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, ტექნოლოგიები არის ინსტრუმენტი რაღაც სოციალური ამ სამის პრობლემის გადასაჭრელად. და ნუ ბუნებრივია ბევრი სხვა სექტორი, ნებისმიერი მოკლედ, საჯარო და დასრულებული სამოქალაქო სექტორით, აკადემია, ბიზნესი და ისინი. და რაც თავარი როგორც ვთქვით, ახალისება ბევრი მოთამაშის და მოდენ ზემოთ მიდგომა, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ ბევრი ალტერნატივა გამოჩნდეს ამ ერთი მისიის ქვეშ. იმიტომ რომ ერთზე არ ხდება, ასე ვთქვათ, მსვლელობის დადება და შიდა, ასე ვთქვათ, ეკოსისტემა, კონკურენტული ეკოსისტემა სასულიერო იყოს შექმნილი, რომელიც ახალისებს ამ შორის კონკურენციას. იმგვარად უნდა იყოს დიზაინირებული, საკმაოდ რთულია ხოლმე. ოკეი, ხომალდე. კი, არა. Სამი იყო, სამი რეფორმა ამ სპეციალიზაციის და თუ ფაინაიფონები მაგას არიჭდები. პრინციპში მისია იყო, პირველი მისია იყო, ეხლა ისე რომ გითხრა რომ ეს მეთოდოლოგია იწონებდი არა. ისე როგორც ეხლა თვარის პროგრამის დროს ეს ვერბალიზებული არ არსებობდა. უბრალოდ რეფლექსირება მოხდა რაღაცა პროგრამების, რომლებიც მერე ასე ვთქვათ მეთოდოლოგიად გარდაქმნეს. მაშინ იყო კი, აგრეთვე თავარი მისია იყო კორუფცია, ანუ რაც თავარი შეიძლება გამოიყენოს კორუფციის დამარცხება. მათ შორის ამას ამ საზომიდან, რადგან ეს თავარი ასე გამოცანა, ამ საზომით იზომებოდა ნებისმიერი რამ. მაგალითად, ეროვნული გამოცდები თავისი ბუნებით ალოგიკურია. ბოლონის პროცესი კიდევ ანუ ეროვნული გამოცდები არის ალოგიკური. ანუ წარმოიდგინეთ, რომ მაგალითად ჰარვარდს, ოქსფორდს, რაღაც კემბრიჯს, ანუ MIT-ს თავისმა მთავრობებმა გადაუწყვიტონ ვინ მოხდეს. ხო, ანუ აი სულიად ანომალიურია. იმიტომ რომ მე სასწავლებელი დაინტერესებული ვარ, რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი კადრი გაუზარდოს, ჩემი რეპუტაცია და ვისაც მინდა იმას ავიღო, რა თქვენი საქმეა. ჩემი პრობლემაა. და იმის პრობლემაა, ანუ სისულეში ფული გადამიხადოთ, ბევრი მოხდა კონკურენციაში, რატო შემოვა. ჩვენ შემთხვევაში ეს ანომალი ხო, ანუ პირიქით იყო მოწყობილი სისტემა, მე სამხატვრო აკადემიაში ვიყავი პრორექტორი და იქ სამი აქტორი იყო რა, სტუდენტები, ლექტორები და ადმინისტრაცია. და ნუ ვიღაც რეფორმა განახორციელა, ვიღაც მაინც დაეყო. სამივე კორუმპირებული. ანუ ვერას ვერ დაეყო. იმიტომ რომ სტუდენტებიც კი რომელს გათხოვა მქონდა იმაზე, რომ ესენი ხომ მაინც მოტივირებული ეს სტუდენტები იყვნენ, მათი დიდი ნაწილი ყოველთვის
იყვნენ იმ ლექტორების აბიტურიენტები და სტუდენტები გახდნენ იმ ლექტორებთან თანამშრომლობდნენ მოკლედ რა და ამიტომ ანომალიური ხელმისაწვდომით იმას პოლიციის რეფორმაც მან ხო ესე მოხდა ანუ პატრულის რეფორმა იყო ამ ხრივ იმიტომ რომ და პატრულის რეფორმას ხო შეიძლება არა ვანომერებუშვილის დროს არამედ კი პარამეტრის დროს განხორციელდა ანუ ყველაზე რთული ეტაპი როდესაც ბროდ სახში გაუშვეს და ეს ძალიან სარისკო იყო და მეორე რისკი იყო რომ უბრალოდ რაღაც პერიოდი ბროდ არ არსებობდა არც გაიყო და არც სხვა რამე და იყო ძალიან სარისკო ანუ ფრონტი გაჩნდა მაშინ გაჩნდა არა მარტო ეს ამ სხვაგანაც ფრონტის და ბექის იდეა და ფრონტმენი იყო პატრონი მისი ამოცანა იყო ასე ვთქვათ მოქალაქეებთან კომუნიკაცია რა წარმატებული განხორციელდა ბექის რეფორმა არ იყო არ განხორციელებულა რასაც ერთად ვხედავთ რა ანუ არასდროს განხორციელებულა მე ვიტყოდი რომ არ განხორციელებულა მაგრამ გაროს ხო კადრებიც აი ისეთი კადრები ანუ არ ვიცი მოკლედ იმას რეფორმა არ ხდია მაგალითად ანუ თუ ტრანსფორმაცია არ ხდება არსობრივი ის არის უბრალოდ ლიმიტაცია და ამ ხრივ ეს არ განხორციელებულა თქო ბექი მიმართულებით ფრონტი განხორციელდა მაგალითად იგივე აი ფრონტის და ბექის მაგალითი არის ძალიან კორუმპირებული იყო საპასპორტო სისტემა ძალიან კორუმპირებული იყო ქონების რეგისტრაციის სისტემა და მან და ამიტომ არის მემდე მოდის ეგეც ისევ აი კორუფციული მიზნով გამომდინარე რომ ფრონტი და ბექი არის გამიშნული და ამიტომ ეხა პრობლემა აქვს მაგალითად რომ არეგისტრირებ კომპანიას წესდებაზე შეიძლება თქვა რაღაცა ინჟინერს წესდებაზე ეხა უკვე მიზანი მართლა ჩვენია მაგრამ ნორმალურ სიტუაციაში საფპოლიტიკური მოტივი არის წესდებას გიხარვეზებთ მე იმას ასწორებ და კიდე გიხარვეზებს იმიტომ რომ და რო იუბნები რაშია პრობლემა ფრონტი გეუბნება მე ბექს ვერ დაკავშირებ ფრენს არ გაკავშირებ და ბექს არ გაკავშირებს იმიტომ რომ არ იყოს კორუფციული გარიგება მაგრამ ნორმალურ შემთხვევაში ეს აჩენს პრობლემას იმიტომ რომ ბერგებულო პრობლემა რა შეიძლება რომ ეხა სხვას რო ჩაუვარდება ხე იმას რაღაც სხვა იპოვა ერთი ორგანიზაცია ხო ხარ და მითხარით რა რომ შეთანხმებულად რა და თქვენ კი არა მე მეცეს გეტყვით მაგ სისტემის შექმნელს ქონდა როცა ვარეგისტრირებდით ორგანიზაციას ეს სამჯერ დამიხარვეს ანუ ყველანაირი პოლიტიკური მოტივით და ამიტომ მაგალითად ეს არის ხომ ანუ თქვენ სვავთ როცა რაღაცა მიზანი გაქვს სვავ რაღაცაზე აკეთებ აქციას ანუ იგივე თქვათ განათლების რეფორმის დროს იყო რომ ამის გარეშე ბროდ არ გამოვიდოდა არაფერი დანარჩენით რომ პირველი შეხება სადაც აქვს ადამიანებს სახელმწიფოსთან ეს არის განოცდები თქვა ახალგაზრდას და პირველი წმენა სახელმწიფოს მიმართ აჩენს სწორედ ეს მისაღები გამოცდები რომელიც ყოველდღე ანომალიური როგორც ანომალიური ტექნოლოგიები უნდა ტარდებოდეს ყოველდღე ყველა მცდელობა ტექნოლოგიების ჩატარების ისეს დროსაც თავდებოდა იმით რომ ბოლოს კონპირებული კორუფცია ხდება ანუ ვერ ხდებოდა ფაქტობრივად შეუძლებელი ან მეორე იყო რეინჯერებს გააკეთებდნენ რეინჯერებს ეს დასაჭერები გახდებოდა გააკეთებდნენ და ბოლოს მოკლედ დააპაუზეს ანუ თუ აწონი რომელი უფრო მნიშვნელოვანია ნდობა სახელმწიფოს მიმართ თუ ანუ თუ არ შეგწევს უნარი რაღაცაზე უარს ამბობ ეხლა ეს ცოტა სხვაგან წავით მაგრამ ამას მაგალითად რომელსაც თავის ნეგატივები მე მოყვება ეს არ ნიშნავს რომ დიდი სიამაყით მე ხას მიყვებია როგორ კარტია ფრონტ და ბექილოდ გამიჯებევნე 20 წელს კი არის ვითარდება სისტემები და მათ შორის შენ უნდა განავითარო ეს სისტემები რა და მოკლედ ეს არის ხოლმე ამ გაუცნობი არ საკმაოდ გაცნობიერებული იყო კორუფცია ოღონდ მეორე იყო კორუფციის განშტოება იყო დებიუროკრატიზაცია რადგან ბიუროკრატია რა არის ბევრი თამაშის წესებია რაღაც ბევრი აბრძალვებია შენ თუ მეფოს გადამიხდი ბიუროკრატია კორუფცია შემოგარებს რა არასწორი ბიუროკრატია ანუ ბევრი აბრძალვა თქვენ დანარჩენს და შოთას თუ დამილაგებს შოთას ამას რომ მივცენ თქვენ ანუ თელ იმ ბაზარს შოთა იკავებს იმიტომ რომ თქვენ ხო შემოჭრილები ხართ რომ მე სამართლიან თქვენ გბოჭავთ ვიღაცა თქვენ ხო არიცით შოთა რასაკეთებს რომ მე ვარ პატრონი ამას ამიტომ ყველასთვის უხრმდება თამაშის წესები და მაშინ ჩდება კონკურენტული
გარემო. მაგალითად ამის ერთი მაგალითი იყო პროდუქტივის უსაფრთხოების რაღაცა ერთეული იყო, რომელიც ამოწმებდა საკვებს რესტორნებში რა. და პრობლემა ის იყო რაღაც კორუფცია. და მას ეს მაგალითს მოვიყვანოთ. რომ გაუქმდა, ანუ თქვენ თუ იმას გადაუხდით, თუ ცნობა ექნებოდა, რომ მივიდოთ თქვენ, რომ მიხვიდოთ უკვე მანსასთან რესტორანში და თუ რომ მოწამულიყავით, გვანც იტყოდა რომ რას დაპარაკოთ მე ის მაგალითად ქაღალდი მაქვს არ მესაგრაცის ქენდა. შესაბამისად, მაგრამ მას შემდეგ რაც უკვე ვერ გახდოდა ਉਸ გვანცა ვერავისთან, შესაბამისად უკვე გვანცას უხსებდა თავის თავი და ეწუთა ნებისმიერ შემოსულიყო და ეს შეიქმნა. ანუ ამის ერთ-ერთი ანუ ეხლა საერთაშორისო მაინც ისეთი ტიპის პროექტებს ვსაუბრობთ, რომელიც ამ ინიცირება ამ ძალიან დიდ კონტაქტში არის სახელმწიფო ინტერესებთან, ხო ეს პოლიციისა ესა და როდესაც თქვათ აი ეს თუნდაც აი სამოქალაქო სექტორი იღებს რაღაც ინიციატივას და უნდა რომ განახორციელოს ეს მისიაზე ორიენტირებული პოლიტიკა რაღაცა კონკრეტული მისია აქვს აღებული საერთოდ მაინც კონცეს კითხვასთან მივდივარ, იმიტომ რომ ანუ ეს მისიაზე ორიენტირებულობა თავისუფლად გულისხმობს ადამიანზე ორიენტირებულობასაც, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ საერთოდ უნდა მივიდეს ადამიანმა უნდა იქცნოს და რამდენად ის არის მესმის ეს ძალიან თეორიული ის არის მსჯელობა, მაგრამ აი ასეთი ტიპის პოლიტიკებში, სადაც ავტოკრატია და ეგეთ რაღაცები, რამდენად რა ევალება რა პერსპექტივა ურჩევნია ადამიანს თუ აიღოს, რომ მოდით ისეთ მისიას ავიღებ, რომ სახელმწიფო თუ ცოტა პოლიტიკაში შევდივართ რაღაცით, რომ ისეთ მისიას ამას გიყვებით, მე გეტყვით ჩვენ შემთხვევაში როგორ შეიძლება ტრანსპორტის სექტორი ყველა თქვენს თვალით შენიშნეთ, ყველა ამ შემთხვევაში ნორმალურ საზოგადოებებზე ორიენტირებული, სადაც ეს არის, თქვათ, დიდი ორკესტრია, სადაც სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული, ხო? აი როგორ შეიძლება ჩვენ შემთხვევაში გამოვიყენოთ აი ამ რეალობაში, აი მაგაზეც რაღაც ვარიანტებს გეტყვით, უბრალოდ მინდა რომ ბოლომდე გავუძეთ თეორიული ნაწილი, ასე ვთქვათ, აი როგორ ხედავთ აქ არის. ანუ მიდგომა არის ეგეთი რომ გავთხოვოთ. დიდი განსხვავება შემდგება ასე დაუნია მისია და უკვე მე სექტორალურად ხდება რაღაცების ამის განსაზღვრა რომელიც უკვე ძალიან ცუდად ისმის შოთა შორს არის უკვე დათაძან. აი ხო, ეხავე აი აქ პირველი არის აი ნახეთ აქ არის ისე იგი grand challenge-ები, დიდი გამოწვევები, რომლის პირველი ამის განსაზღვრა ხდება, რომელიც მე ტრანსფორმირდება უკვე ასე ვთქვათ მისიად, ცხადად მისიას, რომელიც უკვე მე სექტორის მულტიმისიური შეიძლება იყოს კი, მაგალითად ნაციონალურ დონეზე შეიძლება იყოს რამდენიმე. კი, მაგალითად ჩვენ შემთხვევაშიც ესე გვაქვს, ხო, ანუ გვექნება ნაციონალურ მისია და ასევე თქვათ მუნიციპალიტეტის მისია. რომელიც ერთმანეთს ისინი არ არის აუცილებლად, ხო, შეიძლება პარალელურად იყოს კი. იმიტომ რომ რაღაც შემთხვევაში თქვენ შეიძლება ნორმალურ შემთხვევაში რომელიღაც ერთეულმა მიაღწიოს თავის არ დაელოდოს სხვას და რაღაცას გააკეთოს თვითონ. მაგრამ ფარავს ავსებს, ხო, ანუ სინერგიაში ნორმალურ შემთხვევაში ისინი სინერგიულ ეფექტს ქმნიან. თუ კარგად არიან, თუ ნორმალურ ქვეყანაა, ხო, და ისინი ერთმანეთს ითვალისწინებენ რა. ხო, ქვეყანაზე არ გვაქვს ამ შემთხვევაში სწორება გვაქვს რაღაცა სოლიდებად ალბათ. კი, აი ხე ჩვენ რომ აი ხე მაგალითებს მოგიყვანთ. ეხა ეს არის მაგალითად ოკეანეზე, ხოსთა ოკეანე, როგორც ისა, მე შესაბამისად გამოწვევა არის ოკეანის დაკავშირებით, მე არის მისია განსაზღვრული პლასმასებისგან თავისუფალი და ნუ აი მის შესაბამისად მე სხვადასხვა ინდუსტრიები ერთვება თავისი ასე ვთქვათ შესაბამისი პროგრამებით. ან მაგალითად შეგინდა სპეტალები. როგორ ზარდუს? აი გვერდზე ჯვარი აქვს, ჯვერზე ჯვარი ეს და ოკეი რა. ეს ოკეი ვიწერო. და ეს ჩაკეთე. ეს არის თქვათ ხო მობილიტის გამოწვევა და ნუ შესაბამისად მე განსაზღვრული აქვს რაღაც მისიები
და ნუ მობილური შეგვისმება. გადაადგილებები, მაგრამ ეცოთ ნახოთ. არა მარტო გადაადგილება, არამედ ტრანსპორტირებაც რა, ანუ თან ნახეთ აქ არის რომ accessibility-ც რო იყოს ასე ვთქვათ ემისიისგან თავისუფალი და სპეციალში რაღაცა ტრანსპორტერები ადამიანის გადაადგილება ერთი წელიწადიდან მეორემდე და აქ mobility-ში არის, რავი, როგორც ჯანმრთელობა გამონაბოლქვი, ისე ინფრასტრუქტურა, ისე წესებია მოძრაობის, ტრანსპორტი ველო, მოტო, pro ელექტრო, ანუ აქ შუქნიშნები, ძალიან მნიშვნელოვანი განისაზღვრა არა ტექნოლოგიური გამოწვევა, არამედ ისე არის პოდიტი, ნახეთ აქაც პირველი წინა იყო უფრო ხო ესეც დიდი იყო, არა ესეთი, არც ეს არის ტექნოლოგია. სუფთა ოკეანე არის ამის გარეშე, რაც მე უკვე ჩაშლილია ისგან რომელიც ბევრ სხვადასხვა რაღაცას მოიცავს. As future I მისის თვალსაზრისით future of mobility შეიძლება ცოტა სხვანაირად თქვა, რომ სიტყვაზე mobile human რაღაცა ესეთია. აი ადამიანი გადაადგილებისას. აი ეს გორეც სოციალისტო უსაფრთხოდ მდგრადი ეს accessibility მომავალი სასწავლებლების დღეს დათვალისწინებით რაღაცა შექმნა ესეთი, რომელიც მაგდროს იქნება მისაღები და არ იქნება რაღაცა სტანდარტებთან საწინააღმდეგობაში რა ახლა. ხო, წინასწარ განსაზღვრა ამ იმას. ოკეი, რამდენი? აი ეს არის UK-ის. ის იყო პირველ ევროკავშირის. უბრალოდ რო შევაჯამოთ რა ესე იგი მისიაზე ორიენტირებული კიდე ამატებენ ინოვაციური პოლიტიკა, ესე იგი არსებული რეალურ გამოწვევებს ტერმინებზე რო ისმოთ. დიდი გამოწვევა როგორც თქვით არის ერთული სისტემური და ურთიერთდაკავშირებული და ამავდროულად ძალიან აქტუალურობა სასწრაფო არის. და ნუ მოკლედ სოციალური განმიზეზვრება ან ბევრნაირი შეიძლება იყოს. აჩვენებს მაგათ სიღარიბე. Realmente dis გამოწვევაზე ორიენტირებული პოლიტიკაა ეს და მისიები არის როგორც აგირე კავრი შეხვედრაზე ვარ. ანუ მოგდისებზე თქვით რა კონკრეტულად მეთოდი გაზომვადი ძროში შეზღუდული წარმოადგენს რა სტიმულებს ქმნის და ნუ თანამშრომლობს როწყოს. ეხლა თქვენ რა თქვით დაახლოებით ხა ამაზეა რომ public value როგორ იქნება რომ ამაში უნდა იყოს სწორედ ჩართული ყველა რა მაქსიმალურად ბევრი ინტერეს ჯგუფი როგორც მისის განსაზღვრაში და მიზნების განსაზღვრაში ასე ვთქვათ ამ ტრაექტორიის იდენტიფიცირებაში იმ ღირებულებები რომელიც მიიღონ ეს მოწყობილობა იყოს და ნუ შესაბამისად სამართლ ინკლუზიური იყოს ეს ყველაფერი. და რაც გითხარით არის ორი ტიპი ეს ბაზრის ხო კიდე ძველი მოდელები ითვალისწინებდა რომ ეს არის ბაზრის ფიქსირება ასე ვთქვათ ამ ტრადიციული მიდგომა გულისხმობს რომ ნორმალურ დასავლურ საზოგადოებრივ სახელმწიფოები თვლიან რომ საზოგადოების სიკეთე იქნება იმით რომ ამ კონკურენციის შედეგად ბაზარი ქმნის ოპტიმალურ გადაწყვეტებს და მთავრობას პოტენციალი არის რეგულაციების გზით მცირე ინტერვენციები განახორციელოს რომ ეს ხარვეზები აღმოს მაგალითად მონოპოლიური მდგომარეობები რომელიც ხელს უშლის კონკურენციას გაასწოროს და აქ არის ხოლმე სწორედ პრობლემა რომ სად გადის ზღვარი სად არ გადის და იმიტომ შეიძლება აღმოჩნდეს რომ უკვე შემდგარი ინდუსტრიები ცდილობენ ლობირებდეს საკუთარ პოზიციებს, რაც ხელს უშლის და სრულად ლოგიკურია ხომ თითქოს მათი ასე ვთქვათ დაშვებები, მათი რეკომენდაციები, მაგრამ ხელს უშლის მაგალითად ახალი ინდუსტრიების განვითარებას. ჩვენ შემთხვევაში ეს ამის მაგალითი არის საბანკო სექტორი, რომელიც კლავს უბრალოდ რა ქვია, ფასიანი ყველაფერს მათ შორის აიღეს ყველაფერს და არაფრით არ ვითარდება ფულზე წნომა არ გვაქვს
საქვეყნოში, ერთ-ერთი წყარო არის ბანკი, რომელიც საწყობ ფუნქცია მომავალებში და არაფრით არ ვითარდება და ასეთი ქაღალდების ინდუსტრია, რომელიც რეალურად არის ხოლმე ნორმალურ შემთხვევაში ნორმალურ ეკონომიკებში მთავარი წყარო ზოგადად ეკონომიკური აქტივობის და მათ შორის ინოვაციური ინდუსტრიების განვითარების ჩვენ შემთხვევაში ან მაგრამ და დომინაციური მდგომარეობა ითვლება ხოლმე, სადაც 30% რომელიღაც ბანკების ერთობლიობა იქ პანიკა იწყება. ლაქავი 90 არის. так სამჯერ დომინაციურია. და ასევე არის მეორე ესეთი დომინანტური ბაზარი გვაქვს, ინდუსტრია არის ტელეკომი, რომელიც ასევე პრობლემურია. ახალი ეს მიდგომა გულისხმობს, რომ არა მარტო ბაზრის ფორმირება, ის არა ფიქსირება უბრალოდ აი გასწორება, არამედ გარკვეულად ხელშეწყობა, რომ შეიქმნას ახალი ინდუსტრია. ანუ პროაქტიული მიდგომა, სადაც სახელმწიფო აქტიურად მართავს და მიმართავს ინოვაციების სექტორს, ახორციელებს სტრატეგიულ ინვესტიციებს და განსახილებს ბაზრის დინამიკას, საზოგადოებრივი ბიზნესის მისაღწევა და ახალი ინდუსტრიების შესაქმნელად. ახლა ეს ჩვენ შინაბად ლიბერტანიულს შეაშფოთოთ, მაგრამ ახლა ამის მაგალითს მოვყვები. არანაირი ამერიკა უბრალოდ და ჩვენ არ ვიარსებებდით, იქნებოდა საბჭოთა კავშირი, რომ არა ეს მიდგომა. ანუ რომ არ ჩაედო ამერიკის მთავრობას სარაკეტო აერონავტიკაში ფული, მაგალითად, შესაბამისად მათ შორის ინტერნეტი, GPS და ამ შემდეგ არ იქნებოდა და იქნებოდა, იქნებოდა სხვა დომინაცია ტოტალიტარული სახელმწიფოების, ისინი წარმატებით ახდენენ ხოლმე აკუმულირებას ფინანსების და მიმართვას თავიანთი ძალა გააძლიერა. რეალურად ამერიკის მთავრობამ შექმნა KLI's ინოვაციური კლასტერი, ეს ტექნოლოგიები, რომელთაც დღეს ძლიერია თუ რა ვთქვათ, დასავლურ სამყარომ საბოლოო ჯამში ამის შედეგად შეინარჩუნა მდგრადობა საკმაოდ რთულ დაპირისპირებაში. უბრალოდ ბიზნესი ვერ ჩადებდა. ანუ არანაირი ბიზნესი, არანაირი მოტივი არ ჰქონდა იმის, რომ ეწარმოებინა, ამაზე შეგვიძლია ცალკე სპეციალურად ანუ თავისუფალ ბაზარზე რო ყოფილიყო მხოლოდ ინდობილი თავისუფალ ბაზრის ლოგიკა მოკლედ ვერ ჩამოაყალიბებდა აი ამ ინდუსტრიებს. იმ ინოვაციურ ინდუსტრიებს, რომელიც დღეს ქმნის კაცობრიობის განვითარებას აერთებდა. მაგრამ მათ უკვე იმაზე არის დამოკიდებული, რა ტიპის სახელმწიფო და რა რა ტიპის ჩარევებიც არის. მეორე რა ტიპის ჩარევებიც არის. ნახეთ, ანუ ამაში გვიძლია ცალკე გავაკეთოთ პრეზენტაცია მაქვს, სპეციალურად უკრაინისთვის მუშაობდი. ორი მოდელი, რამდენი მოდელი მქონდა აღებული, საბჭოთა კავშირი, ამერიკა და ისრაელი. სახელმწიფოს ჩარევა სხვადასხვა ტიპებია, როგორ ერეოდნენ სამი, როგორ ერეოდნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკა და ისრაელი, ისრაელმა მოდელი მე შეცვალა, და რომ აღმოჩნდა, რომ 80-იან წლებში უბრალოდ გაკოტრდა ეს მოდელი, რომელიც ჰქონდა, როდესაც საბჭოთა კავშირი ერეოდა, იმას უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა. მის ტექნოლოგიებს არ ამეყიდებოდა. არაბები არ იყიდებდნენ მის ტექნოლოგიებს. მეორე ვარიანტი იყო გაიყიდათ იმათვის თავიანთი ტექნოლოგიები, ვისაც ამერიკა ემბარგოს ადევდა. მე ამერიკელი გუხურობენ, რომ მაგრამ ემბარგოს მევადებ ჩვენ მოკავშირეები, შენ ყიდიო რა პოლიტიკაა. ამიტომ იყო ძალიან პრობლემური იყო ეს საფუძველი ტრანსფორმაცია. მოკლედ ამაზე შეგვიძლია ცალკე ვილაპარაკოთ, ხარ წაგართმევთ დროს, ძალიან საინტერესოა ეს დაგჭირდება იმ დოკუმენტზე მუშაობისას, როგორ შექმნათ ინოვაციური ეკოსისტემა, სადაც თავისი ლიმიტირებული ადგილი აქვს სახელმწიფოს. ძალიან მოკლედ გითხრათ, ის უბრალოდ ავსებდა ამერიკულ შემთხვევაში, ავსებდა იმ გამოდიოდა დამკვეთის მომხმარებლის როლში, ოღონდ ქმნიდა კონკურენტულ ეკოსისტემას. ანუ არა ერთს ან თავის სახელმწიფოს აგენტოებს უყეთავდა, არამედ იქ-ჩნდებოდა თქვა რაღაცა მარტინი, რაღაც ბოინგი ვიღაცაები და როცა ისინი ტენდერებს აგებდნენ, ეს ტექნოლოგია და ეს ცოდნა მაინც რჩებოდა და არ ვითარებდნენ სამოქალაქო სექტორში. მე ეს ყველაფერი გადადიოდა აკადემიაში, პატარ-პატარა პატაშინ ჯერ კიდე პატარ-პატარა HP-ებში და ვიღაცაებში და საბოლოო ჯამში ინტელებში და აი ეს შექმნა სილიკონის ველი. ხო, მოკლედ ეს არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი თვისება, ხო, შემდეგი რაც არის. როდესაც ხდება გადადინება ამ ცოდნის და რაც მნიშვნელოვანია არა სახსრების იმდენად, არამედ სწორედ ცოდნის გადადინება ექსპერტიზის მომიჯნავე სექტორებში, რომლებზეც პირდაპირ არ იყო მაგალითად გათვლილი.
ინტერნეტი და GPS-ი სამხედრო მიზნებით იყო შექმნილი, მაგრამ შეიქმნა სიტუაცია, რომელსაც უზრუნველყო ეს ვთქვით, ერთ მაგალითს მოვიყვანოთ, უბრალოდ სანამ ამერიკის მთავრობა ხდებოდა, რომ კოსმოაერონავტიკა ბიზნესის უინტერესო იყო, იქამდე ის გამოდიოდა მთავარი ინვესტორი. დაახლოებით 15 წლის წინ, შეიძლება ცოტა მეტიც, თქვა, რომ 10 წლის შემდეგ მეო არ ვიყიდი NASA-მ განაცხადა, რომ სტეიტმენტი გააკეთა, რომ მე აღარ ვაკეთებ ასე ვთქვათ, არანაირი ორბიტალურ რაკეტებს, მე უბრალოდ სერვისს ვიყიდი, ვინც მომცემს იმ სტანდარტით, რაც მჭირდება და ოპტიმალური ფასით, იმისგან ვიქირავ. რაღაც პერიოდი საიუზი ამიტომ ხომათქომე ქირავდნენ ხოლმე საიუზს. ამასობაში შეიქმნა 5 კერძო კომპანია, მათ შორის Starlink-იც, რომლებიც ახლა უკვე ნახეს, რომ შესაძლებელი იყო, ანუ ბიზნეს უკვე შეეძლო წარმოება. SpaceX უკვე სადაც ხო, რომის პროდუქტებს თარგმნ. SpaceX-ი სოფლიოში 6-დან პირველი NASA არის და შემდეგ ეს 5 კერძო კომპანია. ანუ სადაც როცა მან შეამჩნია, რომ უკვე შესაძლებელი ბიზნეს ლოგიკა შემოსულიყო, ასე ვთქვათ, იქ შეწყვიტა, ის აღარ გახდა კონკურენტი კერძო კომპანიებისა. პირიქით, ეხლა სწორედ მათი მეშვეობით ვითარდება და ის ფულს აღარ ხარჯავს, ამიტომ ის გადავიდა უფრო შორეულ სირთულეებზე, სადაც წესით ესენი არ შესრულება, თუმცა SpaceX-ი ამასთან მარზეც მიფრინავს, ვთქვათ, ხო? იმდენად მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც რეგულატორია თვითონ წვეტავს პროცესებს, როდის არის საჭირო დროებებს და ამ შესაძლებლობებს ძალიან დამოკიდებულია მაინც სახელმწიფოებრივ განვითარებაზე და ასე მოსულობაზე. Mission oriented policy-ებში სწორედ ეგ არის, რომ ეს თუ ფართო COVID-დან ზევით მიდგომას ეფუძნება და ეს გადაწყვეტილება გაზიარებულია, მაშინ შესაბამისად უფრო სწორი გადაწყვეტილება ხდება. ხა ამერიკაში დემოკრატიული საზოგადოებაა და თან გონიერი მენეჯერებია. დარპაში უწელზე მეტი არ მუშაობ. პროგრამ მენეჯერები, დირექტორები, ეხლა არის ბოლოს, მაგრამ დაახლოებით 20 წლის წინ რომ ნახე, დირექტორებიც კი იცვლებოდნენ 2-3 წელიწადში. რო კორუფცია არ გაჩნდება. ანუ უზარმაზარი ბიუჯეტებზია, პროექტს ამთავრებენ და მიდიან. რომ არ გაჩნდეს არც კორუფციას გამოტეს. რომელიც უკვე განაპირობებს ეგეთ outcomes რა. ამაზე იქ არის მე შეგვიძლია მე დარპაზიც კი ცალკე კითხვა პატარა პრეზენტაცია, სადაც ჩანს საჩენსა, მაგრამ ის შედის დარპა მხოლოდ მაღალ რისკიან პროექტებში. სადაც უბრალოდ ვერავინ ვერ შევა. ანუ მისი ძირითადად სადღაც 70-80% პროექტების ეგეთი. მოკლედ რაღაცა ისინი აქვთ, მატრიცა აქვთ რა, რისკი და ეფექტი და მოკლედ მოკლედ ამ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ უნდა მოხდეს გადადინება, გადაღურა, არათუ დაკეტვა, არამედ გადაღურა. ანუ ეს უნდებლიად მოხდა დარპას შემთხვევაში და NASA-ის შემთხვევაში და მე ეს უკვე მიხვდნენ, რომ ეს წესად უნდა გქონდეთ რა. როგორც ვინახეთ, ერთ-ერთი ისება არის მის. არის ისეთ შემთხვევაში, სადაც პირიქით ვერა, იმიტომ რომ ნახე როგორცა პირიქით რომ მოხდეს ანუ ნორმალურ სახელმწიფოები აკეთებენ ამას. გამოდის შესაძლებელი თეორიულად, მოკლედ ნახე როგორცა ჩვენ სხვა გზა არ აქვს. და მოკლედ ეხა მივოთ უკვე მაგ-იმაზე ჩვენ საკვად. ხო, მოკლედ ეს რატო არის ეს ყველაფერი? საუდის არაბეთს 2030-ში, რომელიც ავტოკრატიული ქვეყანა, ნიშნავიანობის ქვეყანა. ეს რომ მაგალითად არ ვიქნე ნავთობს არ გამოვიყენებთ. საუდის არაბეთთან ვქარო ნავთობს არ გამოვიყენებთ. ეს რუსეთს პრობლემა არის. ჩვენ თვითონ არ გამოვიყენებთ, ხო, ჩვენ არ გამოვიყენებთ, თორე გავყიდით. სიგარეტის კომპანიებში რა რეზერვია. ეხლა ჩვენ იმაზე რომ მივიდეთ, პრინციპში ჩვენ შემთხვევაში რა არის, ანუ ისევ საქართველოს არც უშორეული ისტორიიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის რეფორმა, რომელიც წარმატებით, მეტნაკლებად წარმატებით განხორციელდა, იყო დამუშავებული 2003-მდე.
შეიძლება მდიდარი პირდაპირ არც ერთ-ერთზე არც ერთი არ იქნება რეალობა რაღაცების ცვლის, მაგრამ თუ რაღაცები ნაფიქრია დამუშავებულია, ბევრად ადვილია მერე მისი რეალიზაცია. როცა მხარეებმა თუნდაც განსხვავებული ხედვები იყოს ნახეთ, რომ ნიშნულოვანი პოლიცია ამბობს, რომ ამ მიდგომაში გათვალისწინებულია, რომ კონკურენტული მიდგომები შეიძლება არსებობდეს და ქვედა დონეზე ამის ხელი კი ამას შეიძლება წახალისებული უნდა იყოს. ამიტომ თქვა, ბევრი საერთო თანხმდებით საერთო გამოწვევის ინფიცირება მოვახდინეთ ერთ ფუნქციალზე ვარ თქვა. მან საერთო მისიაზე საზოგადოების შეთანხმდით აი იმის ქვეშ შეიძლება იყოს კvalifikacja თუ იქნება განსხვავებული გადაწყვეტილებით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ არ ხარ სახელმწიფო, ანუ განსხვავებით ჩვენ სახელმწიფო რო ვიყოთ, იქ იქნება სწორედ პრობლემა. შენ არ გაწვდინება რაღაცა ბევრი აირჩიო და იჯდე და იფიქრო რომელი ჯობია. უნდა მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილება. ანუ როცა გაიხსნება შეძლობის ფანჯარა, მოგვიწევს სწრაფი ქმედების განხორციელება. და იდეა რატომაც ამაზე ვიწყებთ ფიქრს არის ის, რომ მოდით მე კი არ დავიწყოთ ფიქრი, არამედ დავიწყოთ ფიქრი ეხლა, მაინც არავინ არაფერს გვეკითხება, ამიტომ გვაქვს დრო, დავждეთ, შვიდად ვიფიქროთ, ხელს ამაში არ ვიშლიან, დავიწყოთ შეიძლება მაქსიმუმ დაგვცინონ ყველაზე კარგ შემთხვევაში, მაგრამ მოკლედ არის საშუალება იმის, რომ შვიდად ვიფიქროთ ამ ყველაფერს. ან თუ ჩვენ ვჯერა იმის, რომ ერთხელაც გათენდება, ეს პანჯარა გაიხსნა ადამიანის ვჯერა, ეს ნუ ამას ქვია გერმანელები ეძახდნენ შიდა იმიგრაციას რა. როდესაც ვემზადებოდითო, რომ ნაცისტური გერმანია აღარ იქნებოდა, ნაგუშნებია ქვეყანა, აშენს პრინციპში ქვეყანა და ეს ნახეთ. იგივეა რა, ესტონეთში ახლობელი მყავს ის ვიყვებოდა, რომ საბჭოთა ბოლოს ბევრ სტრატეგიებს წერდითო რა. არც ერთი სტრატეგია არ გამოუადგათ, მაგრამ მინიმუმ უკვე როგორც მოჭადრაკე სახლში სვლები ავარჯიშები იყო და მინიმუმის ეს რაღაც კომბინაციები უკვე იცოდნენ და პლუს ერთმანეთთან დალაპარაკების მექანიზმები ჰქონდათ. და მინიმუმ არის ის, რომ აი მინიმუმზე გავიდეთ და მგონია, რომ რაღაცები უკვე შეგვიძლია პასუხების ოპციები მოვიფიქროთ, რაც ასევე დაასამბლეის სტრატეგია სწორედ ესეთია, ხო, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ პასუხი გავცეთ თევანდელ გამოწვევას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ქონდეს პასუხი რა იქნება მერე. ანუ ცვლილებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში იყოს მეტნაკლებად შეთანხმება თუ არ ფორმებზე, მისიაზე მაინც. საით მივდივართ, ტრაექტორიით. და რეალურად შეიძლება დღევანდელ მასშტაბში მოდელაციით მოქმედებს. იმანების სახით როცა იცის პირების ბოლოს შევსაბა. ჩემთვის მაგალითად არის მე დაშვებავს. რომ გაცილებით მეტი ადამიანი მოგვემხრობა, მიემხრობა ცვლილებების იდეას, თუ მას ეკეცოდინება რა იქნება, მე რომ სამჯერ მან ნახა, რომ მე არ იცოდა და ცვლილების შემდეგ ისევ რამდენიმე წელიწადში მოუწია ბრიუსელში წერილების წერა, რომ დიქტატორი მოგაშორდა. ამიტომ რაღაცნაირად ეს მეოთხეჯერ ეს აღარ უნდა რა და კვლევებიც აჩვენებს, რომ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ეს ალტერნატივის არ ქონა. აი ხა მაგაზე მაგაზე მოკლედ ჩემი ის გავაკეთე ჩემთვის მე პატარა იმას ჯერ აჩვენებთ უკაცრავად შეკითხვა არის მოდა თუ შეიძლება რომ რამდენიმე შეიძლება ადაპტირებადი იყოს, იქ ბევრი სცენარი შეიძლება იყოს. აი მაგაზე მივალ სტრუქტურა რო წარმოვიდგინეთ მოკლედ თვითონ ამ დოკუმენტის. ნუ შესაბამისად დოკუმენტის მიზანი, იმიტაცია, მეთოდოლოგია. დიდი გამოწვევის იდენტიფიცირება იქნება მეორე თავი, სადაც გლობალური კონტექსტი იქნება საქართველოს კონტექსტი და ჩვენი გამოწვევა იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. მერე უკვე მისია, ანუ მისიის განსაზღვრა, გენერალური მისია თავის ინდიკატორებით, მისიებით მიზნები, ან მიმართულებით შეიძლება დავარქვათ. და ეს რაღაცა პროგრამები და ფლაგმანი ინიციატივები, roadmap-ი პირველი ეტაპი უფრო დეტალურად. ეკოსისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიდგომა, multi-stakeholder მიდგომა, როცა ექვევიდან ზევით. ამ ხრივად შეიძლება საინტერესო кейსი იყოს საქართველოს
როგორ ხდება აი მის პროექტი შემუშავდა ქვევიდან ზევით და ფაქტობრივად აღსასრულებლად გადაეცა მე სამჯელო და აღსასრულებლად საიმპლემენტაციო ხელისუფლებას. ხო, ერთ-ერთი არის განვითარების სცენარი მომავალ ხელისუფლებას. ნუ რა ვიცი, ანუ აქ არის უკვე ძალიან მიდგომის განსაზღვრა ეკოსისტემის ელემენტების განსაზღვრა და მათი ურთიერთქმედება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. საჯარო სისტემის ინსტიტუციური მოწყობა და მისაზე ორიენტირებული სააგენტოების ფორმირება, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე კერძო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, არასამთავრობო სექტორის აკადემია და შემდეგ და დანართები განვითარების სცენარები, სექტორალური ანალიზი, სექტორული დოკუმენტების ბიბლიოგრაფია. ეხლა რაც შეეხება, მაგრამ ჩემთვის მაგ ეგეთი აი საპასუხოდ პროექტი მეც გამიჩნდა. ისთვის ვემზადებით და ნუ უკვე ჩემთვის არის ცოტა მოუდრავთ და როგორ ჩავხედავ. იქ აი იქაც ეხავე იქ არის ყველაფერი. კი ბატონო. მოკლედ ლიმიტაციებს რო ის ქნათ, პირდაპირ ლიმიტაციებზე გადავა. მოკლედ სცენარებს რო გავაკეთეთ ამ სცენარებიდან სამის ჭიქები მანდაც არის ხო არის ესე განვითარების სტანდარტულად ამ დოკუმენტის მოგუწევს სამი სცენარის გაკეთება და ჩემ თავში მაქვს გადატანილი პროცესზე სამი სცენარი, რომლებიც ერთმანეთთან განსხვავდება. რადიკალურად განსხვავდება. შესაბამისად არის ეგეთი ის რომ ყველა სცენარზე პასუხი ვერ გიქნება, უბრალოდ რესურსი არ აქვს. ყველა სცენარზე რეაგირების და სტრატეგიების შემუშავება უბრალოდ გამოჭირდება. ამიტომ ჩემთვის რაც ვიფიქრე არის ეგეთი რომ სიმწირიდან გამომდინარე იმგვარად დავაწყოთ ეს სტრატეგია რომ ის რაც ვთქვათ რაც ავიღებთ ამ ტრაექტორია იყოს კარგისკენ, მაგრამ ითვალისწინებდეს ასე ვთქვათ არსებულ სიტუაციას ორიენტაცია მოხდეს სასრულ სცენარზე, მეორე მხრივ მის ფარგლებში გამოიყოს ტრანსფორმაციის რაღაც ევიდი. წარმოვიდგინოთ მოდელი, რომელიც მეტნაკლებად რეალიზებადია სუდის სცენარის პირობებში. აი მოქნილობა არის ხო? მაგალითი არის ნივთიერებათა მდგომარეობა. ხო, გასულ პროგრამა. არის პლაზმური, ფოტოც, აერია, აერების მდგომარეობა, კრისტალია, კერვადი და კრისტალი. ელო წარმოვიდგინეთ საზოგადოებას სხვადასხვა გარე ფაქტორების ქვეშ ხდება ტრანსფორმაცია, მაგრამ არ კარგავს თავის ბუნებას რა. წარმოვიდგინოთ ესეთი რომ რაღაცა სულ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო რაღაც მინიმუმი რაღაც სუპერმარკეტი მოდელი რომელიც ამ სცენარშიც თავს ინახავს. ამებადის შემთხვევაში წყალზე ნავს აკეთებ და ახალგაზრდებს ყოველსაც ჭრის. აი ეს არის კიდობა. გამო. ეოცენ კიდობა. ესაც უბრალოდ ეს სტრატეგია კოვიდის შემდგომ შემუშავება. იოსაიდენ ფორდა მაშინები. მაგრამ გამო. ანუ თუნი კიდობანივით, ანუ აუქმით ყველასების, რომელიც არ მნიშვნელოვანია და ტოვებებას რაც კრიტიკულად ჭირდება. აი კიდობანი იკეთებდი რა. რომ გადარჩი აი ამ, იმიტომ რომ ვერ საზღვრავ რა იქნება და აი ამას უფრო წარმოდას გავუწევ. მეორე არის პირობითი და ციკესიმალის. ციკესიმალის მაინც არ არის ახსნილი სამყაროს მიმართ, არას თქვა იზოლირებული, მეტაკლებად დაცული, მაგრამ პერიგულ შეიძლება ხომე ვერ გამოდის. ეს არის მდგომარეობა არის აი ეს არის იდეალური რომ ჩართული არის ცელში, ხო? ანუ აი პირველი ჩვენ აიმაზე უნდა ვთქვათ, სტრატეგია უნდა იყოს ალბათ და გავსულოთ აი ეს მდგომარეობა, ვისაც
ნუ აი თუნდაც ოკუპაციის დროს თუ არ დავამთავროთ ოკუპაციის შემთხვევაში არსებობას. ანუ საზოგადოება რომელიც ოკუპაციის შემთხვევაში ასრულებს არსებობას, ის საზოგადოება ის არ უნდა არსებობდეს, მე როგორც ყოფილი ისტორიკოსი ამას ვიტყვი და შესაბამისად ყველა სცენარზე უნდა გქონდეს რა. ფაქტია რომ რაღაცნაირად მოვაღწიეთ 70 წლიანი ისეთი ოკუპაცია ჩვენ არ გქონია. იმიტომ რომ როგორც ცნობილი ქართული გადაზამობს შენ თქვაო სულში ჩემი ბიძაშვილი რო არ არიოს ვერ მომერეოდაო რა. და ჩვენი ორი ბიძაშვილი რო არ ყოფილიყო იმათ რომ კარგად ვიცოდეთ ჩვენი ბიძა რა. და თუ საბჭოშიც გაუძებით აფი ამათ კარიკატურის პუტინის რუსეთი საერთოდ არ მოთამაშე არ არის რა. თუმცა ჩინეთი ძალიანაში ისე ჩინეთი საერთოდ ის ფიქრობთ კარგი რუსეთში. მოკლედ, ავიც ჩემი მიდგომა არის ეგეთი რომ შევქნათ გავთვალოთ აი ამაზე სასურველზე, თუმცა ეს ისე დავაკონსტრუიროთ რომ კი არ გამოვშინოთ, არამედ გამოვიტანოთ ის ელემენტები, რომლებიც რეალიზებადია დღევანდელ სიტუაციაში. ყველაფერზე ყველა სცენარზე რეაგირების სტრატეგია გაგვჭირდება. ამ შემთხვევაში, ანუ რა თქმა უნდა, ხმისიაში ვერ ვიტყვით და რაღაც სამ ხო. მაგრამ მიმართულება დაახლოებით და ისკენ წარმოგიდგენია დაბაგებია. ხო, მეტნაკლებად მასშტაბური დაახლოებით რა ფასეულებების თუ რა ელემენტებისგან შემდგარი მისია უნდა გქონდეს რაღაცა. მე მგონია რომ ამ მიდგომიდან გამდინარე უნდა გავაკეთოთ ეს brainstorming. ანუ ჩემთვის არის საზოგადოების ფორმირება. ანუ აი ყველაფერს უპასუხობს, ეს არის როგორ შევინარჩუნოთ, კი არა და როგორ შევქმნათ საზოგადოებრივი დობის ჯაჭვები რა. აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველა ვარიანტში დაგჭირდება. რის გარეშეც უბრალოდ არაფერი არ არის ხო? ანუ ეს მაშინ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სიტყვაზე თუ დღეს ჩავუმალებდა მისია, გარე ფაქტორები და შიდა გარე ფაქტორებს ვხედავთ, მოხედავთ დავუწყოთ მოქმედება და არ დაველოდებით, როდესაც სახელმწიფო ჩვენს მიერ რაღაცა დოქტორები და კონკრეტულად და მე დავუწყოთ. დათა მაგას თქვენ რაც ბრძანეთ დავამატებდი კიდევ ანუ არა მხოლოდ ამ საზოგადოებრივი ჯაჭვების ფორმირება ნდობაზე დაფუძნებული ხო არამედ კიდევ საერთო ღირებულებათა სისტემაზე შეთანხმება იმიტომ რომ ის რაღაცა ჯაჭვები ხო რაღაცის გარშემო უნდა შეიკრას და ეგ უნდა იყოს საერთო გაზიარებული ღირებულებები არა და მე მგონი ეგ უნდა ჩამოწყვეტ ჩემი გამოჩნილი ჩემი ცოდნით უბრალოდ ვიტყოდი რომ სასურველია მაგრამ არა აუცილებელი ნახეთ რატო ამერიკის შეერთებული შტატები რო ავიღოთ ყველაზე მძლავრი სახელმწიფო ხო დემოკრატიულიც და არა მარტო დემოკრატიული მისი დამფუძნებელ მამებს არანაირი ღირებულებითი ერთობა არ ქონდათ გარდა იმისა რომ უბრალოდ არ უნდათ ბრიტანეთის კოლონია ყოფილიყო იმიტომ რომ ბრიტანეთის კოლონიამ მათი უფლება სიგნორება გაუკეთეს 50% მმართველი იყო და 50% მოწინააღმდეგე. ამიტომ არ არის ხოლმე აუცილებელი, ისე როგორც შვეიცარია. შვეიცარია მე-19 საუკუნის შუა წლებში, როცა რეალურად იწყება ახალი შვეიცარიის ფორმირება, მათ ნაკლებად ქონდა რაიმე ღირებულებითი ერთობა და ახალი გამოსულები იყვნენ საკმაოდ მათთვის სისხლიანი სამოქალაქო ომიდან. სადაც კათოლიკე ფრანგები და პროტესტანტი გერმანელები ერთმანეთს წარმატებით ებრძოდნენ. 30 წელი. ხო, საკმაოდ სხვადასხვა ინტენსივობით. ამიტომ პრინციპში ეს გამოცდილება მეუბნება, რომ ისე როგორც მაგალითად რატო მეგობრობთ ხოლმე ვიღაცეები, რომ ჩავეძიოთ ღირებულებების ვერბალიზაცია რომ დავიწყოთ, შეიძლება კონფლიქტამდეც მივიდეთ. ამიტომ არ ვიცი, ჩემთვის არის ხოლმე ეს რომ თუ ადამიანები ერთმანეთს თავარი არის ენდონ და რა არის ამ შავი ყუთის მიღმა ამ შავ ყუთში რატო ენდობიან ჩემი საქმე არ არის აი ჩემი საყვარელი ერთი ის იყო ადამიანებს ყოფს დროსული ეცოდა რა თქმა უნდა თუ არ არის აბსოლუტური უნივერსალური ლაბორატორია
იმიტომ ძალიან განსხვავდება. მე როგორც გქონია ჩემი პოზიციიდან იდეები და გენიალური აზრები არ ეწევიან დობას. დობას იწვევს სუბიექტი. ანუ სუბიექტისგან მოცილებული აზრი არასდროს არ იწვევს რა დობას. იწვევს დობას ასევე იმდენად, რამდენადაც გაინტერესებს სხვა ადამიანს, რამდენადაც ხედავს რა ამ შენ ინტერესს რა. საბოლოო დობას იწვევს, რამდენად შეგვიძლია ვისი გასაჭირის გამო. თუ ეს საზოგადო ფორმირებაზე არის ლაპარაკი რა, ანუ ის ძაფები, ის ხიდები, რაც შეიძლება აიგოს, ხო, ეს არის თითოეულ ადამიანს, რა, მოგიბეზია. იმ ადამიანზე როგორც ყოველდღე ამ თეატრებში ამასთან ვერ მოიწვევ რა, რამდენად გააქეს, რამდენად არ. ეხლა, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანზე არის ლაპარაკი, ადამიანს ერთ-ერთი თავის შემოგეცემ, სწორედ ის იდეები რა, ცალკე აღარ მაგრამ ეს თლიანი ადამიანი მაინც ისი ქმედებაში იწვევს მოქმედებას. ამ სუბიექტი რა, თუმცა საკმარისი არ არის მასშტაბირებისთვის, ნახეთ. იმიტომ რომ ჩვენ ლაპარაკობთ დიდ საზოგადოებაზე, რომელიც ხდება სოფლის მასშტაბს, სადაც ყველას იცნობს, ანუ მე თუ კვანტა მეზობლები ვარ და ორჯერ თუ ფული ვესესხე და არ დავაბრუნე, მესამეჯერ ზუსტად ვიცი, რომ არავინ აღარ მასესხებს. ამიტომ აქ არის რეპუტაციული ის არის, მაგრამ ჩვენ თუ ვქნით დიდ არო ადამიანის ცნობა არ არის ეს ფიზიკური ცნობა რა, ცნობს საქართველოს, მაგრამ არის ცნობა პირადად რა. აქ ძალიან ბევრი უამრავი ფაქტორი მოქმედებს, უამრავი ფაქტორი. ვიტყვით საქართველოს ამ შემთხვევაში, ანუ მე ეს პირად ცნობა არ მithავს, ანუ მე ვთქვი, რომ სუბიექტი იწვევს ადამიანს. ამ წარმოდგენაზე სუბიექტის შესახებ მოქმედებს უამრავი რაღაცა რა, დაწყებული რაღაცები. ინტერნეტი და განთავსებული იქნება, ჭორაო. უამრავი რაღაცა მოქმედებს. მაგრამ ეს საფუძველი ამის შესაძლებელია, მე როგორც წარმოდგენდი, იყოს ის რა. აი, მაგალითად მოვიყვანო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსებს აზრებს ძალიან ხშირად ეთანხმებიან, ნდობა მათთვის არა. ანუ მათი ცნობა, ხო, ტელევიზიაში შემდეგ უამრავი რაღაცა არსებობს რა. გარკვეული რაღაცა იწვევს ნდობას და ეს არ არის მისი მეტყველება. ის მეტყველება, რომელიც აცდენილია მის სუბიექტს, ხო? ანუ ეს აცდენა თუ მოიხსნება, გაცილებით პროდუქტივი, ასე რომ ტიპიკი არა, ერთადერთი ჩემთვის იხსნება კარიბჭე სხვა ადამიანთან მისასვლელად და საზოგადოების შესაძლებლობა. ეხლა შეიძლება თვითონ დიდ მასშტაბს განხილულ ზოგადად, როგორც ყველა ერთი რაღაცის აი მაგალითად ყველო. ეს თავით გულისხმობს, რომ რაღაცა იდეის ერთიანობაა. დიდი მასშტაბი ნიშნავს აი სწორედ ამას. ლაპარაკია იმ ჯგუფებს რაღაც თემები, რომლებიც არის. ეს და მათ შორის კავშირს, მათ წარმომადგენლობას შორის კავშირს, ანუ დობის ფაქტორების გაჩენაზე. ეს მეტი შესაძლებელია ზუსტად ფიზიკური კონტაქტით, ანუ ვისაც იცნობ იმის ამ დონეზეც კი არის შესაძლებელი, ამ დონეზე კი ჩასავით აიღოს რა. და ნებისმიერი სხვა რა თქმა უნდა გულისხმობს იმ ცეულობებს, რომელიც შეიძლება მემქონდეს და რომელიც სხვას შეიძლება სრულიად სხვა ქონდეს რა. მithumetes სიმპათიები, მაგალითად შეიძლება რაღაც ვარამე მოწონდეს და მეორე აგინებდეს, ხო? როგორ ნაცელი უნდა მოვიდეს, მაგრამ ვინც ნაცელი უნდა მოვიდეს თუ არა. შენი აზრია რომ მოხდეს, მაგრამ სხვას მოწონს, ხო? და ანუ ის თქვი რაც მინდოდა. ანუ ეს ხიდი ჩემთვის ესე იგი ყველაზე ეს ხარი გვაკეთები ამ საზოგადოების HTO-ზე აგებული თავისუფლება. შეიძლება ნუ ჩემი გამოსგინეთ, ჩემი აზრი თავთვლილი აი უტილიტარული იმით რომ პერსპექტივაში შევხედოთ, ხო, თქვა ბიზნეს აწარმოებს, სოფელში აწარმოებს პერსონალობა, მაგრამ ამით ეკონომიკა ვერ განვითარდებოდა. ანუ რეალურად დობის მექანიზმი, ინტერსუბიექტური მექანიზმი მუშაობს იქ, რომ მე ვიცი რომ თუ ვიღაცა სიტყვას დატეკს, უფრო მეტ ზიანს მიიღებს, ვიდრე ბენეფიტს. მორჩა მეტი არაფერს ხდება ის დობა, რომელს მოლაპარაკებ. დანარჩენი ძალიან კარგია, უბრალოდ ეხლა ვლაპარაკობ აი ესეთ დობას, რომ შეთანხმება, დარგვა უფრო მეტ ზიანს აყენებს რეპუტაციულ ფინანსურ ერთიან პროექტებს. ეხლა ამ წუთში მე ვლაპარაკობ მინიმალურზე, ვანაირად რომ თარგმნო ყველაზე უმთავრესია რაც თქვენ თქვით, რომ სიტყვის დაცვა, რა თქმა უნდა. ის რომ სიტყვას დაიცავს არა, ის რომ
არსებობს მექანიზმი, რომელიც მას სიტყვის გატეხვის შემთხვევაში უფრო ზიანს მიაკრებს. ეს არ ვიცი როგორ მიადგება. ოღონდ ამას ეკუთვნება მოკლედ დეცენტრალიზებული სისტემებში დობის ანუ როცა ერთმანეთს არ უწევთ ამ დეპერსონიფიცირებული როცა არის ურთიერთობები და ინტერსოციალური ურთიერთობები დიდ ჯგუფებში არის სწორედ დეპერსონიფიცირებული. და ეს უზენაეს გასაუბრებელი არ არის შეიძლება აუცილებელი, მაგრამ ახდენს თუ არა უფრო ეფექტიანად. რა თქმა უნდა, ახდენს ბუნებრივი ანუ სისტემის ესეთი ცნობილი ის არის აისბერგის მოდელია, ხო, რომელიც ამობს ეგეთ იმას, რომ ჩვენ ხედავთ რაღაც მოვლენებს, რაღაც შემთხვევებს. ეს მოვლენები შეიძლება იყოს რაღაც პატერნის ნაწილი, ან შეიძლება არ იყოს. თუ ეს პატერნის ნაწილია, მე ამ მოვლენებს აკვირდები არის თუ არა რაღაც ტრენდი და პატერნის ნაწილი. მე აკვირდები რამ განაპირობა ეს პატერნები და ამას აპირებებს ყოველთვის რაღაც სისტემა, რაღაც თამაშის წესები, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება რაღაც დაშურებებსა და ღირებულებებს. შეიძლება კიდე ერთი. მათ უკეთესად ოღონდ დას ეჭიდებთ, ანუ ჩემთვის ახლა ამ წუთას არის რომ აი იმას რატო და ერთ მაგალითს მოვიყვან ის მოყავს ხოლმე რა ეს არის იოან კიბის ამწერი არის ძალიან ცნობილი სამოსო ცხოვრებაში ბიზანტიელი ავტორი იყო და იმას არის ერთი ფრაზა რა არა ნიშნობა რატო მოვიდა ვიღაცა მონასტერში ვიღაცა მოვიდა უწმენითო მაგრამ წაიქცა ვიღაცა უბრალოდ მოვიდაო რომ ვიღაცა იღუმენი მოიწონაო რა მისი საქციე იყო და დარჩა ბოლომდე ამიტომ ვერ გამშვით რა ეხა ეს კარგი მაგალითია იმის რომ ვინ რატო რაღაცას აკეთებს მე არ ვიცი და აზრი არ აქვს მეც აზრით მე რა ვძებ რაღაცა სიტყვის უკან ეხლა რა ვძებდი 3 წლის წინ კაცმა არ ცდილობს თუ არა და დღეს რასაც მე ვძებ ბოლომდე მესმის თუ არა ეგეც არ მესმის და რა აზრი აქვს ამაზე ვიკარგავთ ანუ მე უფრო ურთიერთქმედებებს ვაქ ხოლმე აქცენტი ვიდრე სისტემის აღწერისას არსებობს ხოლმე ელემენტებს იგებთ ან შემთხვევით არის მეორე მიდგომა გამოიყურიოთ მიმართებები და მე მიმართულების მაგმოდელის ვიდეოარი მაგმოდელის რომელიც მიმართებების სისტემაში აკვირდება მიმართებებს რა თქმა უნდა ელემენტებს მნიშვნელოვანია მაგრამ მიმართებები დგებულობ იმ ელემენტს ის ელემენტი სხვა შემთხვევაში სხვა კონტექსტში სხვა ფუნქციებს აღწევს და აქ ამ მიმართება ამ სისტემაში სხვას და თუ მე მოგეთ აი მიმართებები არა მაქსიმუმში აი ეს მიმართება ანუ დიახ, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის მომხდება განზოგადოებას, ანუ თვითონ ეს ტერმინოლოგია მაგალითად დობის მექანიზმებში, ხო? ანუ რო ეს ზიანის მიტარია, ხო, მაგალითად, როგორც გამიდია, რაც არ მისხდა, მაგალითად, ფინანსურ, მაგალითად, წრეებში განვითარებაში სიტყვა აქვს მნიშვნელობა. ანუ ის რომ იმ ადამიანს იყო და დამთავრებულების პერიოდი. ეს ლაპარაკია შედგება საზოგადოებას. აქ იგულისხმება უკვე ისეთი ტიპის კავშირების არსებობა, რომელიც ყალიბდებოდა უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით. ხო, და ჩვენ არ აღვარ. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში ვისაც გუნდამ ვიცხებთ, ხო? და ის ამოსავალი ერთეულს საიდანაც იწყება და იცით იცვლება, იმიტომ რომ მაგალითად ის მოყვანა თვითონ ამ ცივილიზებულ ქვეყნებიდან, რომ ას იწევს მაგალითად ამ სიტყვის შეუსრულებლად რამდენად ადეკვატური ჩვენი რეალობის. ნახეთ, მოგეთ შეგეჭირეთ ნახეთ. არა, რა თქმა უნდა, შეგეთ როგორ რაღაცა არის. აი ეს ამერიკის მაგალითი მოვიყვან, ისინი ერთმანეთს არც ღირებულებით ემთხვეოდნენ და არც ენდობოდნენ. ამიტომაც იყო ეგ დათქმა. ახალი შტატი თუ იქმნებოდა, თუ გაჩნდებოდა შტატი, რომელიც იყო არამალთობელური, უნდა გაჩნდებოდა მალთობელი შტატი 50-50-ზე. და ეს პრობლემა ვერ მოაგვარეს, მხოლოდ სამოქალაქო ომით მოაგვარეს. იგივე იყო შვეიცარიაშიც. ანუ შვეიცარიაშიც კანტონები არის ისე გაყოფილი, რომ ვერც ერთი ჯგუფი ვერ მიიღებდა, მაშინ როდესაც 20 საუკუნეში ვერ მიიღებდა უპირატესობას. და ვერ გადაწერდა კონსტიტუციას თავის სასარგებლოდ. მოკლედ ბევრი მექანიზმი იყო ჩადებული. ამიტომ ამოცანა სწორედ ეს არის კარგი კონტრაქტი. გულისხმობს იმას და კონსტიტუცია ინტერპერსონალური ურთიერთობები არის კონტრაქტული ურთიერთობა, ხო, სამოქალაქოს. ის სწორედ იმას გულისხმობს ჩვენ ერთმანეთს არ ვენდობთ. და ანუ ესეთ პერსონალურ დობაზე კი არ უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელიც მე უფრო მეტ მის დარგოა, აი
მე ზიანს მომაყენებს. ან იმის შემთხვევაშია რა ეს ანუ ბიტკოინის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გატეხოთ ბიტკოინი. უბრალოდ ზიანი დიდი გექნებათ. ვიდრე არ არის პასუხი შეიძლება იყოს დაზიანდეს. ხო და ეს ხო ის არის პასუხისმგებლო. მე შეიძლება აყალიბდეს. ეს მაგალითად ანუ ბიტკოინში ანუ არსებობს სისტემა რომელიც არ გადა. უბრალოდ კარგი სისტემები არის ისეთი. არც სისტემას აქვს რამდენთვის ერთი არის რომ მისი გატეხვის მისი წესების დარღვევა შემთხვევაში შენ უფრო მეტ ზიანს იღებ ვიდრე ბენეფიტს. აი ეს არის ერთი. ხო, ამ პრინციპებზე არ გეკონოლოგია, ხო, გაკეთებულ პრინციპებზე. შემოგვიყვება ინტელექტის სტარტაპის პრინციპებზე, ხო რა არის? იმედი, აი კარგი იქნება რა თავისთავად რო განედან თვითონ გოძი იმჩა. ეგ არის სამი კანონი რობოტის ისა აზიმ ხო, ეს არის მნიშვნელოვანი ფარას. ცოტა სხვანაირად წარმოიდგენლობები ცოტა. ოკეი, შემოდერეთ მოდელების საზოგადოების ცნობებისთვის უნდა ის არის დობას გამოწვევა საერთოდ იწევა რომ მაგალითად რამაც მაგალითად შეიძლება ადამიანებს რო გაუჩინოთ გაგოწრეების პარტიებს მიმართაც ჩამოში ეს მათი რა თქმა უნდა ინდივიდუალური ფაქტორი არის ამის ჩემთვის პრობლემაზე რომელ ადამიანებსაც შემდგომ მე მაგაზე მოგვიწევს როგორ შექმნათ ეს მექანიზმი. განხორციელება, როდესაც ჩვენ ვძართ აბსოლუტურად პრობლემები გეკანხორციელოთ ეს. თუმცა ეს ძალიან ფართოდ არის რომ ინტერესო პეცახა. კოკა, ხელი გაქვთ აწეული. ხო, კიდე ერთი მომენტი შემოდის, აი მაგალითად ბერძენი ფილოსოფოსები, როდესაც საუბრობენ და შემოყავთ საქმეში პოლისი, ხო? ისინი როგორც მაგალითად ბიბლიაში და ასე შემდეგ არის ეს პერიოდი 60-ში არსებული პერიოდი დაახლოებით ესე ფილოსოფიურად მიიჩნეოდა, რომ იყო პერიოდი, როცა არ არსებობდა პოლისი. იმიტომ რომ ადამიანები შინაგანად იყვნენ გამართული და ბლამის ანგელოზები და ასე შემდეგ და არ ჭირდებოდათ ასე ვთქვათ რაღაცა მოგვარების მექანიზმები, მაგრამ მე რაღაცნაირად როგორც მოხდა ცოდვი დაცემა და ტრანსფორმაცია, აქ უკვე შემოდის ასე იგი კონსტიტუცია, ანუ კონსტიტუცია ხო, რომელიც აი ამ ასე ვთქვათ ლაფსუსებს, ხარვეზებს და ასე ვთქვათ უარყოფით გამოვლინებებს აგვარებს. ანუ პოლისი არის ადგილი მე სადაც ეს სხვადასხვა სურვილები, ამბიციები და მათ შორის კაკოი ასეთი იყო, ასე ვთქვათ, ნაწილი ცოდვით დაცემული ადამიანები, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობა არიან, და იმისთვის რომ ეს კონფლიქტურობები, ანუ პოლემოსები, ხო, კონფლიქტები ერთმანეთს შორის მოგვარდეს, ამისი თერაპიული მექანიზმი იყო კონსტიტუცია ამ შემთხვევაში. ნუ კონსტიტუცია ახლა აქაც შეიძლება ხო ეს ღირებულებებს ვარქმევ თუ თამაშის წესები თუ კონტრაქტი, დაახლოებით ესეთი სისტემა, რომელიც აგვარებს აი ამ პოლისის შიგნით ამ რეალურ სიტუაციას, ასე ვთქვათ, პლუსები და მინუსებით. როგორც კონტრაქტი. აი მაგას ვამბე, ქალტონი მასე განვაცო. ანუ შეიძლება ეს არ იყოს თქვათ ღირებულებებზე შეთანხმება, არამედ იყოს პრინციპებზე შეთანხმება, ანუ სამუშაო პრინციპებზე, ან თქვათ რაღაც შედეგის პრინციპებზე, უფრო პრაქტიკული იყოს, ვიდრე თქვათ რაღაც თანხმებით, ანუ შეიძლება მე ტერმინი გამოვიყენი არასწორად და ღირებულებები ცოტა ისეთი ტერმინია, ხმამაღალი. მაგრამ იდეაში, ანუ აი ის ღირებულებებში უგულისხმობს ზუსტად იმ პრინციპებს, რაზეც ჩვენ თანხმდებით, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ რაზე დაყრდნობით უნდა ენდოს უცხო ადამიანს, ხო? აი შეიძლება სამუშაო პრინციპები იყოს, ან თქვათ მაგალითს გეტყვი. ხა ჩემთვის ეგეთი არის მაგალითად ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხო? ეხა ამ ღირებულებაზე თუ არ თანხმდებით და ამ მიზანზე, თუ ამ პრინციპზე, რაც გინდათ ის დავარქვათ, ანუ რანაირად უნდა წარმომექმნას ნდობა სხვა ადამიანისადმი, ხო? ამაზე მან შეიძლება ესეთი ის იყოს, რომ აი თავიდან რა ქვია ტექსტს ხალხს შევაწოდეთ ყველა. მანიფესტე, ხო, მემორანდუმზე რომ მუშაობდით და რომ აუდიოდით და ზოგადი იყო უფრო მეტად განზოგადი და ბევრი რაღაცა და მან შეიძლება ხო, ანუ შეიძლება კონკრეტულად პრინციპად არ ეწერათ, რომ ნატოს წევრი უნდა გავხდე, მაგრამ ნუ რაღაცა საერთაშორისო უსაფრთხოების პრინციპი გქონდეს ესეთი, რომ დასავლური საერთაშორისო უსაფრთხოების ნაწილი უნდა ვიყოთ აუცილებლად. სიტუაციის პრინციპი შეიძლება იყოს. azt უწოდებთ მაგ პრინციპებს თუ მაგ ღირებულებებს, რაც მანიფესტში გვაქვს ჩამოთვლილი, ხო?
აი ეგეთი ტიპის ღირებულებებზე ვსაუბრობ რა. ალბათ გაზიარებული ხდება, ჩემი ესეთი ანუ გაზიარებული ხდება, და როგორც სამშობლო ცხოვრება, შეიძლება ბევრი ოჯახი ცხოვრდეს თავისი რაღაცა საფრთხეებებით. ოღონდ მაგ შეთანხმებული წესები. როგორც ცხოვრობთ, თუ ამ წესებს ვარღვევ, ეს არის იყოს იცი მე ესე უფრო უყურებ რა პრინციპების ჩამონათვალი შეიძლება ერთ და იგივე დონის არ იყოს რა. ზოგი პრინციპი შეიძლება იყოს ძალიან ფართო, ზოგი იყოს ძალიან კონკრეტული, ძალიან პრაქტიკული. ახეთ ამ მოდელში მოკლედ არის ეგეთი რაღაც არც პრინციპების თანხმდებიან, არც თანხმდებიან ჩელენჯ იმას გამოწვევაზე და მისიაზე. მეტი არაფერს. ამ მეთოდში ესეა. შენ ბოლო ნაწილი რო გქონდა დოკუმენტის, აი ის გავდა პრინციპებს. აი დატა თქვენ რაც წარმოადგენთ, ეგრე დავინახე, რომ ზემოთ ჩელენჯი, რასაც ქვია, იდეაში ეგ არის ხედვა. ანუ საბოლოო სურათი, სადამდეც გვინდა რომ მივიდეთ და შემდეგ მოდის ის მისია, როგორ მე უკვე აი ეს რაღაც პროექტის დონეზე მენეჯმენტური რაღაც ის რგოლები რაც იყო ბოლოში რა. ხო და აი მაგ ჩელენჯებს მეორენაირად შეიძლება პრინციპში ქართულად თარგმნო როგორც ხედვები. აი რაშიც სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური ორგანოები ერევიან, ხო და განსაზღვრავენ. ნუ წესით ნორმალური სახელმწიფოს შემთხვევაში და არა ისეთში, ხა ჩვენ რო ცხოვრობთ, მაგრამ ნორმალურში. ხო, აი თქვით ბაზრის ფორმირება, ანუ ახალი ბაზრის ფორმირება როგორც ჩელენჯი, ხო? ანუ ეგ არის იდეაში ხედვა, აი სად მინდა რომ 10 წლის მერე იყოს საქართველო. ან რა დარგები მინდა, რა ინდუსტრიები მინდა რომ იყოს განვითარებული, ხო? აგერ სომხებმა არარაობიდან შექმნეს ბრილიანტის ბიზნესი, ხო? და შესაბამისად ხა ჩვენ ხო ეგეთი რაღაცები არ გაგვიკეთებია. და ანუ ეგ არის ხო ხედვის არსი. და მე მგონი ზუსტად ჯდება. კი ბატონო, კი. ეხლა რას ვაკეთებ თქვენ ვთქვათ. ან brainstorming ეხლა მე მოუჩი ამაზე შემდეგ დაბიჯებზე მინდა რომ გადავიდეთ, ანუ აი ხე რაც მაქვს. ვიდრე გადავალთ შემდეგზე. თქვენ წეღან თქვით, რომ ის რეფორმები გაკეთდა უფრო კარგათო, რომლებიც მანამდე იყო დამუშავებულიო და ეგ რა წყარო გაქვთ? ანუ შეგიძლიათ რო ეგ წყაროები გამიზიაროთ? მაგათ განათლების რეფორმა. განათლების რეფორმა იყო, რომელზეც ის მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტი იყო. პოლიციაზე არ ყოფილა ის დანარჩენი იყო, რაც ახას ქონა თავში, ანუ ჩემთვის წარმატებული რეფორმა იყო განათლების რეფორმა, რეალურად ეკონომიკური რეფორმები და რა დანარჩენი იყო ეს დებიუროკრატიზაციის რეფორმა, რომელიც ნუ ამ კახას იდეას იყო ინსპირირებული. ნაკლები ბიუროკრატია, ან კორუფციასთან ბრძოლა იყო ეს მისია, რომლის ნაწილი იყო დებიუროკრატიზაცია. ხო, იმიტომ კითხეთ, იმიტომ რომ მაგ დროს მე არ მახსენდება რაიმე ისეთი წყარო, რასაც მაგ რეფორმების დროს ახალი ზელანდია და რომ რაღაცა ქეთის ქონდა კიდე ქეთი ნანას ხონე ისა იურისტი მახარაშვილი ის ლაპარაკობდა კიდე რაღაცებზე, ანუ მე რაც ვიცი ის რეფორმები, იმ რეფორმებიდან არის განათლება, რომელიც ნამდვილად ისე იყო ინტენსიურად მუშავდებოდა. და დანარჩენი იყო რაც განათლებაზე ხო კარტოზიას დროს დაიწყო მუშაობა. მსოფლიო ბანკის პროექტი იყო. მაგრამ ეგ სისტემა იყო, რაც იყო, რომ ვაუჩერები უნდა და მე მახსოვს, მაგ სიკოს შეგვიძლია უფრო არა, ზუსტად ეგენი იყო. მაგალითად იყო ესეთი, მე ილე ჭავჭავაძე რო დაერქვა იმ პროექტს, სადაც იყო მიმართულებები იყო, რომლებიც მე სიპებად გადაკეთდა პირდაპირ. და კიდე ერთი კითხვა შეიძლება რა ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიდეოთ როგორც ზოგიერთი არსებობს რომ მაგალითად ფელისუფლება შეიცვალა თქვა ხო და ახალი ფელისუფლება თქვა იმიტომ ეს ყველაფერი რაც შეგვაბარებოთ არის ზემოდან გარკვეული თამაშის სამართლიანი წესების შეთავაზება გარკვეული სიუცის შექმნა რასაც მე პასუხი იქნება უკეთად ამ მისიებზე პასუხი უნდა იყოს საზოგადოების მაგალითად ეკონომიკური მოდელი როგორ უნდა იყოს ამის არა, ვიცით ის თქმა მინდა. ანუ საიდან ვიწყებთ ჩვენ ამას? ობიექტურ მდგომარეობას ვიდეოთ, რომ აი შემდგომ პროცესში რაც მოხდება, თუ ამ გარდამავალ პერიოდსაც ვიღებთ არ გააჩნია რა სამი მიზანი ჩელენჯებს რაკეთებს. ხო, მე ვიწყებდი ანუ იმ მომენტიდან, ანუ რა შეიძლება ამ მდგომარეობაში მას ადამიანს დაავადდა.
საერთო საზოგადოებაში ინტერესებში ყველანაირი ხედვებია. ანუ ვიღებთ მომავალს, ოღონდ ამოვდივართ იქიდან სადაც ვართ ამ ცუდ სცენარშიც. ანუ საზოგადოებრივი მინიმუმ საზოგადოებრივი მექანიზმები ხომ უნდა გქონდეს ნებისმიერ შემთხვევაში. შეიძლება თქვა ეკონომიკური მოდელი როგორ უნდა გქონდეს, მაგაზე აზრი არ გქონდეს შეელობას თუ ოკუპაციაში. მაგრამ თქვა რაღაცები არის, რაც უნდა, მაგალითად შეიძლება განათლების სისტემა, არ ვიცი, რაღაცეები, რაღაც ელემენტები, კულტურა, რაღაცები როგორ შეინარჩუნა, თქვა და ამ ბოდიში. ეს ყველაფერი იყო, ანუ იმდენად ცხადი და ეს იმდენად ის როი გაუგება პრინციპში არაფერი არ იყო რა. ანუ ყველაფერი იყო ესა ძალიან დაფლა. უბრალოდ აი თვითონ ეს მდგომარეობა რომ სკაუსი ასე ვთქვათ პრინციპები არის სხვა სიტყვას ფორმაცია მოხდეს ამის ხო გარკვეული ფორმაცია ეს აქამდე რა ნაბიჯების გადადგმა გჭირდება ამაზე ვჯელობთ თუ ამას ვთხოვთ და მხოლოდ ეს კითხვა თორე თვითონ ის ჩვენ აი თვითონ ის რომ ჩვენ რა თქმა უნდა შეუძლებელი არსებობს და ამჯერად სულ დეტალურად გაწერილი გეგმებისთვის რომელიც ამ მოვლენებისგან თითქოს ყველაფერი წინასწარაა გაანგარიშებული და არანაირი სინაქსი აქვს არ ელოდება მაგალითად პლასტიკური მოდელი არსებობს რომელიც მარშრუტების მესმის გარეგან მაგრამ თვითონ ანუ ამას მხოლოდ ესეთ პასიური მდგომარეობა რომელიც ძალიან დიდი საქმეა არის როდესაც მომავალი გათვალისწინებად გასაზღვრება და როგორც ძალიან მაგალითად გარკვეული ნდობაც რობის ფაქტორი როდესაც მათ სტრასბურგში არ ეზავნენ მაგალითად წერილებს რომ დიქტატორების მობაცური ეს ფაქტორი ყველაზე ხო დიქტატორი მაგრამ თვითონ ამ პროცესებში მონაწილეობას ანუ ითვალისწინებს ეს თუ არ ითვალისწინებს ამ სიცოცხლეობას და აი ამის თვალით და ეს ისტორიული ჩემთვის და კიდე როგორც გითხარით მე ჩემი წარმოდგენით ეს სტრატეგია უნდა გულისხმობდეს იმას რა რეალობაშიც ვართ ოღონდ ამ რეალობიდან კი არ ამოვიდეთ ამ რეალობაზე ორიენტირება კი არ გავაკეთოთ მე თავად გავაკეთოთ იქ სადაც გვინდა ვიყოთ თუბიში და იქიდან დავიწყოთ ეხლა რა ნაბიჯები შეგვიძლია რაზე ხელი გვიჩნდება ისინი ვაკეთოთ რომ იმას მიუახლოვდეთ ანუ იდეაში ხო თუ ამას მიუახლოვდეთ მე ამის რაღაცება მოხდება და ეს ციგნება მაკას აქვს დიდი ხანი ხელი აწეული ხო მაკა დიდი მადლობა პრინციპში ჩემი შეკითხვაც მეტნაკლებად წაიწერან დასმულ შეკითხვასთან არის კავშირში აი სად არის ამ ყველაფერში აი დღევანდელი არსებული ხელისუფლების ჩართულობა, როლი, დატვირთვა და რატომ კი ვამბობ ახლა, რატომ კითხულობ აი ამას. ნუ სცენარებს რა თქმა უნდა განვიხილავთ და უარეს შემთხვევაში შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არ დაკონკრეტდები ახლა, იმიტომ რომ არავინ იცი, შეიძლება ეს ხელისუფლება არსებობდეს, ხო? ჯერ კიდევ აი შევარდნაძის პერიოდში ქუთაისში პირველად შევქმნით ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამა და რატომ ვავლეთ ახლა პარალელს. სადაც რა თქმა უნდა სტეიქჰოლდერები ძალიან დიდი ჩართულობით იყო ძალიან დიდი დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტი შექმნილი და მათში ძირითად ბირთვს წარმოადგენენ არასამთავრობო სექტორებთან ერთად ხელისუფლება. ანუ სხვადასხვა ის ინსტიტუციები, რომლებიც გარემოსდაცვითი მიმართულებით მუშაობდნენ და უშუალოდ აი ამ პროგრამის, აი Local Environmental Action Plan-ის შედგენას ხელმძღვანელობით ორი ადამიანი. ერთი იყო არასამთავრობო სექტორიდან და მეორე მაშინ როგორც ქალაქის მერის მრჩეველი ეკოლოგიის საკითხებში ვიყავი მე. და რატომ გეკითხებით ამას? დღეს, როდესაც ახლა მე ამ თქვენს ესე ვთქვათ პრეზენტაციას უყურებდი და უსმენდი აი ქუთაისის სტრატეგიის განვითარების ვთქვათ კონტექსტში, ხო? მქონდა ჩვენ ადრეც საუბარი და მეტნაკლებად ბირთვი ქუთაისში ყავს შეკრებილი ძირითადად არასამთავრობო სექტორი, ვინც შეიძლება ამ სტრატეგიის მომზადებაში ჩაერთოს. საზოგადოებრივი ასამბლეა, რა თქმა უნდა, არ თანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. საერთოდ მოიაზრება აი ამ მისიაზე ორიენტირებულ აი ამ გეგმის შედგენაში მეტნაკლებად დღეს არსებული მოქმედი სხვადასხვა ინსტიტუციები, რომლებიც აი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება
საკმაოდ დიდ კომპეტენციის, ბათამეთ კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საკმაოდ დიდ რესურსს აი ამ სტრატეგიის შედგენაში. საერთოდ მოიაზრება ადგილობრივი რგოლები, რომლებიც თქვათ დღეს ფუნქციონირებენ. თუ აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვაკეთებთ ყოველგვარი ესე ვთქვათ არსებული სამთავრობო სტრუქტურებისგან დამოუკიდებლად. მხოლოდ და მხოლოდ NGO სექტორი და მხოლოდ და მხოლოდ თქვათ აკადემიური პერსონალი, რომელიც მეყოლებათ თქვათ ჩართული აი ამ სტრატეგიის შედგენაში. მაშინაც კი, როდესაც ჯერ კიდევ თანამშრომლობდი მთავრობასთან და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან და იმ ადამიანს რომ გამოუშვებენ, კიდე გავაგრძელებ მე ურთიერთობას. მაშინაც ესეთ მიმართულება იყო, რომ ეს შეთანხმება მქონდა, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ვაკეთებდით ხოლმე USAID-ის მხარდაჭერით ხედვებს, როგორ ხედავდით ჩვენი სექტორი, მაშინ იყო ასე ICT სექტორი, როგორ ხედავდა ციფრულ ტრანსფორმაციას, ძალიან კონკრეტული ამოცანა. და პირდაპირ რიადაც ამბობდა, რომ ჩვენ ახლა ექსპერტიზა არ აქვს და თქვენ მოგვეშველეთ ამითო და ეხლა მით უფრო მე არ ვიცი ვიღარ დარჩენილი ვისაც შეიძლება აზრი კითხოდა. თუ ესე პერსონალად ვინმეს ცნობთ, შესაძლებელია კითხოთ და დაეკითხოთ რატომაც არა. უბრალოდ მე ვერ ვხედავ საჭიროებას, ჩემი პოზიციაა, რომ შარშანდელი მოვლენების შემდეგ გაზაფხულიდან პერსონალურად თანამშრომლობ და მათაც კარგად იციან წერით ამ კომუნიკაციაც კი არ მაქვს ფიზიკური პერსონალურიც კი ჩემი პოზიცია ესეთია. თუმცა მე მგონია რომ რაღაც ეტაპზე, როდესაც ეს ყველაფერი შეიცვლება, ბუნებრივია ყველა ჩართული მხარე უნდა იყოს შართული, ეგ არის სწორად იდეა, რომ არავინ თუ საზოგადოებრივ განვითარებაზე ვლაპარაკობთ. მე ხა ვერ ხედავ. თუმცა არის რაღაც პრინციპული დამოკიდებულება ჩვენი არსებულ ხელისუფლებასთან, ხო? ეს ძალიან პრინციპული და ხო, მაგას მე ვერ ხედავ, ანუ კითხვას ვერ ხვდები, იმიტომ რომ არასდროს ანუ ვერ ხვდები რა საჭიროებაში შეიძლება იყოს. მაგრამ აქცენტი გააკეთა რესურსებზე. ოღონდ რა რესურსი? ინტელექტუალურ რესურს. არა, ნახეთ, აი მაგალითად, აი ეს გამოცდილება, რაც მაქვს მე და რაც ვთქვათ, მე ეს გაგიზიარებ თორსა უკვე კონკრეტულად. აი მაგალითად, გარემოსდაცვითი, ნახეთ, გეგმის შედგენის დროს ჩართული იყო სანიტარული ინსპექცია, ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი, ანუ კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგია. ანუ აი ამ სხვადასხვა მიმართულებით, რაც უშუალოდ გამოიკვეთა და ჩვენ 6 სტრატეგიული მიზანი ვქონდა, ეს რაღაც კლასიკური მოდელი იყო რა, მიზნების ხე, პრობლემათა ხის საფუძველზე აგებული მიზნების ხე და მაშინ სხვათა შორის მართლა აი როგორც მთვარეზე გაფრინალბათ ესეთი იყო ჯერ კიდევ აი 2003 წლამდე, როცა ნარჩენების ახარისხებულ შეგროვებაზე ეს იყო 25 წელზე გაცვლილი სტრატეგია ზოგადად. და ნარჩენების ახარისხებული შეგროვება მართლაც რაღაც ოცნების ისეთი წარმოუდგენელის იყო, ხო, იმ პერიოდში, შევარდნაძის პერიოდში, მაგრამ ეს ჩვენ გვეწერა ამ გეგმაში. და ამიტომ გეუბნებით, ანუ ის კომპეტენტური, თქვათ, სფეროები, რომლებიც აი ქუთაისის მაგალითად, ქუთაისის მაგალითს გულისხმობ, მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისის მაგალითად განვითარების სტრატეგიაზე იმუშავებენ, ხო? თქვათ, ეკონომიკური მიმართულებით, მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა ეკონომიკთა ჩართულობა რამდენად საკმარისია. მე მხოლოდ ვფიქრობ, რომ პრინციპულად არ ვითამაშობთ მთავრობასთან და მხოლოდ და მხოლოდ NGO სექტორი, აკადემიური სექტორი იყო ჩართული, თუნდაც რიგითი მოქალაქეები. სტრატეგია რომ ყოფილიყო ბოლომდე საზოგადოებისგან წამოსული, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი მთავრობა ახალი მთავრობა გაიზიარებდა, ხო? ანუ იდეა სწორედ ეს არის, რომ ეს იმდენად იყოს გაჯერებული საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ, რომ ახალი ხელისუფლება ვინც მოვა, მან ანგარიში გაუწიოს. სხვა შემთხვევაში ეს თუ იქნება ვიწრო დამუშავებული, მაშინ აზრი არ აქვს და არ ვიცი, შეიძლება ქუთაისში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თბილისის მაგალითზე შემიძლია თქვა, რომ არანაირი სოციალური კაპიტალი და ინტელექტუალური თბილისში მყოფ ხელისუფლებას თავს რო ეძახის, იმათ არ აქვს და რაიმე მათგან ანუ მანდვარ მეც და ანუ არ ვითანამშრომლებთ მთავრობასთან და შევეცდებით რაც შეიძლება გავაკეთოთ მხოლოდ ჩვენ, თქვათ, დანარჩენმა და სხვათა შორის, აი ეს გეგმა, როდესაც ჩვენ უკვე დავასრულეთ, დაახლოებით წელიწადასავალი დავჭირეთ ამ გეგმის დასრულებაზე, ოფიციალური დოკუმენტი მივაღებინეთ საკრებულოს, რომ ყოფილიყო სამოქმედო გეგმა ყველა, ესე ვთქვათ, მომდევნო წელს გარკვეულწილად გათვალისწინებული ყოფილიყო ბიუჯეტში ამ მიმართულებით გარკვეული თანხები. კარგით, ანუ მეც ასე ვფიქრობ, რომ ყოველგვარი მთავრობასთან ურთიერთობის განხილვა. ამი არანაირი არც საჭიროება, არც ის არ არის და რა ვიცი, ადგილზე მე სხვას ვერავის ვერ
მოვახვით თავ ჩემს, მაგრამ ჩემი პოზიცია ესეთი. ხო, რომ არ ვითანამშრომლებთ, მადლობა. ერთ პატარა მე შეიძლება რაღაცა ძალიან გარეგან მოსული და რაღაც საქმეს შევხედავს პოზიციიდან ვლაპარაკობ. თუ ასია, მაშინ ცალ-ცალკე ვიკითხავ და დროს არ უნდა გახარჯუნებთ. ჯუდის ვიცნობ და გავარკვევ. ანუ მე ხარ რეალურად აი ამ რაც გაქვთ დოკუმენტები გახსნილი, ანუ მე ამას არ ვიცნობ, არ მაქვს აკითხული და მანამდე რაზე გაქვთ ნამუშევარი არ ვიცი და უბრალოდ ფიქრობდი, რომ გარდა იმისა, რომ აი რაღაცა კონკრეტული პუნქტებზე შრომას დაჭირდება რაღაცა თავისი სტრატეგიები ხო არა გაქვთ ხედვა ასევე, მაგალითად, საერთო შრომის პრინციპი როგორ უნდა იყოს. აი გვაქვს სამროდოსო კითხვა, ეხლა რას ვაკეთებ, თუ ის იყო ჩემთვის რაღაცა მაინსპირირებელი, იმიტომ რომ აი მაგალითად, რამდენად დროში დაწურულოთ, რომ ბევრი რომ არ დაიხარჯოს, ისე რომ თან ინფორმირებულიც ყველა იყოს, მაგრამ რაღაცა არ დავითანტოთ, ესე რომ ვთქვათ, მუშაობის პროცესი არ იყოს დაფანტული და ვთქვათ, მინიმუმ შემდეგი ნაბიჯი რომ ვიცოდეთ. აი რაღაცა აი ესეთი ევანდელი შეხვედრის ამოცანა იყო, მოდ ეს მეთოდოლოგია გამოცნოდა EU-ს ასევე მინდა გაგაცნოთ არის მეთოდოლოგია FOSSAI-დან, რომელიც ასევე დაგჭირდება, მაგრამ რასაც კავშირი იყენებს მომი აქტიურად. და კიდე არის რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს. ეხლა ამ დოკუმენტი მაქვს გახსნილი და ამ დოკუმენტზე არის აზერებული არის? ის მგონია გაზერებული ის მონიშნებ ზიჩკა და later minutes. კოლაბორაციის, მოკლედ როგორ ვითანამშრომლეთ მუშაობაზე, აი ხავერიძე უბრალოდ უმსედებ დავუყო. ეცუდით სუეთი წამო. თვითონ მისიის ხუთიც რომ არის ნდობაზე დაფუძნებული ისას, აი ეს ხუთი რაც გქონდათ კიდევ ერთხელ რა ის არ გვაქვს ჯერ ის ხო ის ჩემი ხო აი ამაზე მომწონს. ანუ ის მომავლის ეს წინადადებიანი რაღაცა ხედვა რა ეს უბრალოდ ხაზი იყო ხო ჩემთვის რაღაცა უბრალოდ არაფერი. ანუ ჩვენ პრინციპში ასამბლეის პროგრამებში ეს რაღაცა გენერალური მისია რაღაც მეტაკლებად ინდივიდუალურობს რა და რაღაც მიმართულებების რომელიც საქმეორდება. It's boldly იქა ჩვენ რაც გვაქვს არის ის რასაც ვაკეთებთ იმას რომ ამ მეთოდებს და ინსტრუმენტებს ვისწავლეთ და ვაზიარებთ. მეორეა რაც გვექნება პიონკომისე დასაკუთრებელი ის იქნება გავწეროთ რაღაცნაირად აი ამ დოკუმენტის შემუშავების action plan. As გეგმა დროში დაწერილი და აი კოლაბორატორ მუშაობთ ამ დოკუმენტზე. აი ეს არის ის. და მე უკვე ამის შემდეგი ნაბიჯი პირველი რაც არის თავარი გამდიდი challenges როგორ გამოწვევის იდენტიფიცირება და მე მივყვებით აი ამ დოკუმენტის ასე ვთქვათ შევსებას რა. ეს გამოწვევის იდენტიფიცირების პროცესში მეთოდოლოგიის კოლაბორაციის ფორმულს შევარჩევთ ის ჯერ კოლაბორაციის ფორმულს შევარჩევთ და მე ჩვენ მაგალითად შოვას გვაქვს რა. არა აქვს. ან ჩვენ შევძია მაგალითად დამოუკიდებლად გავაკეთეთ. ის ჩავკე და ამაზეც იმუშავეთ და იმაზეც ხო. თირა მოკლედ ჯობია რომ იყოს და იმ პერსპექტივიდანაც იყოს და ეხლა შეხება სულ გვაქვს და ვერ ავსწრებით ეგრე. მაგალითად დეცენტრალიზაცია როგორც პრინციპი სიტყვაზე ყველას პრინციპია ალბათ ხო? ხო და რავი ან კიდე რა უნდა გაითვალისწინოთ ეს პრინციპებზე ხო? შეიძლება წავიდეს ისეთ თემებზე რომელიც ჩვენ საფრთხესაც იცავს ხო? თქვათ ფიანი არა, ანუ მუნიციპალიტეტმა უნდა გააჩნია მისიას, ხო მუნიციპალიტეტი თუ ამუშავებს ჩვენ მუნიციპალურ მისიას იმაშვებით, აგვარებ ამ ვთქვათ მცხეთელების პრობლემას აგვარებ რა და თუ აღმოჩნდა რომ ეს არის უნივერსალური
და სხვასაც თქვათ ასეთ ქუთაისში შეუძლია გამოიყენოს, თელავს შეუძლია გამოიყენოს, რატომაც არა, თქვათ. აი გაჩვენეთ მაგალითად, რაც აი ისე რა მოვდრაფტეთ მაშინ 9-ზე გახსოვს. დიდი პროდუსი და გავიგეთ რაც არის კი ბატონო. საფორები სამომავლო შემდგომი ფიზიკური შეხვედრის გეგმა დისტანციური დასახით რაღაცა გეგმა გვაქვს ანუ ვიდეო ერთი ამ ფორსაიძეც გავაკეთებდი მოკლედ რამდენიმე ინსტრუმენტს და რაზეც მოგვიწევს ფიზიკურად შეგვიძლია ყველგან გავაკეთო მე ფიზიკურად იყოს შეხვედრა ერთი როგორ წერთან როგორ მუშაობ დოკუმენტს რაც იქნება ჯობია ფიზიკურად გავიაროთ და მე იქნება ასევე ვთქვათ გრაფიკი ანუ შემდეგი შეგვიძლია გრაფიკი გავიაროთ ტრეკს აქედარი მარტივია სადაც იქნება რას ვაკეთებთ და როდის მე არის ვთქვათ ეს კოლაბორაციის დოკუმენტის მუშაობის მექანიზმი და აი შემდეგი დიდი შეხვედრა იქნება ეს დიდი გამოწვევის იდენტიფიცირება რომელიც შეიძლება ერთი შეხვედრა მაგას ნამდვილად არ არის ეხლა იქ მცხეთის შემთხვევაში მაგალითად იყო რომ პირობითად რა რომ არის ისტორიული დედაქალაქი რაღაცა ცენტრი ამ სულიერების და ქართული სულიერების სახელმწიფოების მეხსიერება შეუღოთ წარსულის ცენტრია თუმცა არ მომავალის პლატფორმა დღეს ეს არის რა რაღაც და თქვა შეიძლება გამოწვევა იყოს რომ აღოდგინოთ მცხეთის ეროვნულ კავკასიურ რეგიონის ლიდერის ფუნქცია როგორც სიმცის სადაც მემკვიდრეობა ლანჩა რაღაცა ის თანამკვეთი ანუ უნდა პასუხობდეს აი ამ იმას რა ანუ მოქალაქე ჩემთვის არის ეგეთი კონცეფცია პარადიგმა ძლიერი მოქალაქე ძლიერი საზოგადოება ძლიერი სახელმწიფო ძლიერი რეგიონები და ნაწილი თავისუფალი სამყაროს რა აი ამ კონტექსტში უნდა იჯდეს ასამბლეის ეს პარადიგმაზე დგას ან ცენტრი მოქალაქე ასამბლეა რო აქ ცენტრი მოვიდა ჩვენს თუ მოგვიწევს ხოლმე ძლიერი საზოგადოება და ძლიერი სახელმწიფო შორის ბალანსის პოვნა ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი რეგიონის შორის ბალანსის პოვნა იმავდროულად ეს ყველაფერი უნდა პასუხობდეს და ანუ მისია უნდა იყოს დიდი სამყაროს ნაწილი ძალიან გავს რაღაცა იმდენი ვისაუბრეთ ამ თარიღის გამშვენაზე და ნასაზე რომ სამყაროს მოდელს გავს რაღაც თანაც რა როგორ არის თავში მოვიის ხუბაროს დაახლოებით ჩვენს გავსი არის აგებული ეს მისიაზე ორიენტირებული სტრატეგია რა იმიტომ რომ ეს ჰარმონიზება და ანუ სისტემაში არის თვითონ ჩადებული ჰარმონიზების და რეგულირების ელემენტები რაც ბუნებრივ სამყაროში რა თვითონ არეგულირებს რაღაცა რამე თქვა თუ არ არის შეგვიძლია მე დავასრულოთ იქიდან თუ არ არის ან შემდეგი შეხვედრა იქნება ფორსაით და ფორსაიტიდან რამდენი ეხლა რა რიცხვია 27-ია ოთხშაბათი არასდროს დოს კონსტიტუციაზე ეს დავასრულოთ მაშინ და ჩაწერა დავასრულოთ თუ რამე კითხვა არ არის და მაშინ დავასრულებდი აი ჩაწერას ვთიშობ ოკეი